გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი დაბერებაზე ვიზრუნოთ ამ ეტაპზე, ვიდრე სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა. მეხსიერება გინდა? კოფეინი, ფიზიკური ვარჯიში. მარტო ხელობა ხანდაზმულობაში არის თვინის კვლელი. Იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის ტვინმა იფუნქციონიროს ისე, როგორც ადამიანის ტვინი ფუნქციონირებს, რა აკლიათ მეცნიერებს, რომ ეგეთი ტვინი შექმნა? თქვენიაც რამდენი წელია ფიზიკურ უკვდავებამდე, რომ ანუ უბრალოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც დაკარგა, რომ აღარ მოკვდება. მოგესალმებით მეგობრებო, თავის დრო სეზონის ერთ-ერთი უკანასკნელი ეპიზოდი და ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი, რომელიც ერთხელ უკვე ჩვენთან იყო და სამწუხაროდ იმ ეპიზოდის ნახვა მხოლოდ hardcore ფანებს თუ შეუძლიათ, იმიტომ რომ აუდიო ჩანაწერი გაგვიფუჭრა. აუდიო არის ძალიან ცუდი ხარისხის, მაგრამ თუ ნახავთ და ამ ეპიზოდის მერე დარწმუნებული ვარ მოგინდებათ, რომ კიდევ უფრო მეტად მოусმინოთ ბატონ ზაალ კოკაიას, აუცილებლად მოსინჯეთ ძალები. მადლობა სტუმრობისთვის და მოგესალმებით. და ბოდიში წინა ეპიზოდისთვის. დიდი მადლობა. ადამიანებს ყოველთვის მოუდის რაღაცა შეცდომა. ნამდვილად. პირველ რიგში სანამ გავშლით და სხვა თემებზე ვისაუბროთ, მაინტერესებს ეხა ამ წუთას რა არის თქვენი საქმიანობის ეს ძირითადი ამოცანა წერტილი, ეხა რაზეც მუშაობთ? ეხლა იგივეზე მუშაობ, რაზეც ბოლო ადგილ. ხო, მაგრამ რაღაც მოხდა კიდე რაღაც. კი, მოხდა ნამდვილად. მე ძირითადად ადრე მუშაობდი და ეხლაც მუშაობ ტვინის ინსულტზე. დიახ. იცით ალბათ რა არის ტვინის ინსულტი, ძირითადად ისემიურ ტვინის ინსულტზე მუშაობთ, ანუ როდესაც სისხლნაკლებობა არის, სისხლის მიწოდება ქვეითდება ტვინში და ტვინი იცით, რომ ძალიან ენერგოდამოკიდებული სტრუქტურაა სხვა ორგანოებთან შედარებით, 3%-ია სხეულის წონის და 20%-ს მოიხმარს მთელი ენერგიის და სისხლის და ჟანგბადის რაც მიეწოდება ორგანიზმს. აქედან გამომდინარე, რომ ნაკლებობა სისხლის მიწოდების, ანუ ჟანგბადის და შესაბამისად შაქრის და სხვა ნივთიერებების ძალიან მოქმედებს ტვინზე და ზიანდება. თუ ხანგრძლივად მოხდა დაზიანება სისხლის მიწოდების, ტვინის უბანი, რასაც ეს სისხლი მიეწოდება, იღუპება. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არანაირი დღესდღეობით პრეპარატი არ გვაქვს, რომ ეს დაზიანება აღვადგინოთ. ჩვენ შეგვიძლია პირველ რამდენიმე საათში, 6 საათამდე თუ მოვახერხეთ, რომ დავშალოთ ის სისხლის კოლტი, რომელიც გაიჭედა მცირე სისხლძარღვში და შეზღუდა სისხლის მიწოდება, დავშალოთ სხვადასხვა პრეპარატებით, ან თუ დიდი სისხლძარღვია, ვთქვათ თრომბოქტომიით, ანუ ოპერაციულად შუნტის შეყვანის სისხლძარღვიდან, ფეხიდან მაგალითად გამოვიღოთ ეს და თუ ამას მოვახერხეთ პირველ 6 საათში, აღდგება სისხლის მიმოქცევა და დაზიანება აილაგმება. ამის მერე თუ დაზიანება მოხდა და პაციენტი გადარჩა, სამწუხაროდ ძალიან ცოტა რამ შეგვიძლია, რომ გავაუმჯობესოთ ის აღდგენითი პროცესები. ამასთან ის ემატება, რომ ინსულტი უფრო ხშირად ხანდაზმულებში ხდება. ხანდაზმულების 50 წლის მერე ყოველ 2-3 წელიწადში თითქმის ორმაგდება შანსი, რომ დაგემართოს ინსულტი და შესაბამისად ამ პერიოდში ტვინის აღდგენითი უნარი, ანუ რასაც ჩვენ პლასტიურობას უწოდებთ, ტვინის უნარი შეიცვალოს, თქვათ, კავშირები და ნეიროპლასტიურობა, რასაც გულისხმობს, ქვეითდება და შესაბამისად ახალგაზრდაში უფრო მეტი შანსია, რომ აღდგეს რაღაცეები, ხო, კავშირები და თქვათ, სხვანაირად გადაეწყოს ტვინის რკალი. ხანდაზმულებში ეს ნაკლებად არის და ამიტომ რეალურად ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს არის ნეირორეჰაბილიტაციას თუ უწოდებთ ამას, ანუ იმ დაქვეითებულ ფუნქციასთან შევაგუოთ უფრო ორგანიზმი, მიეჩვიოს უფრო და გარკვეულწილად მცირე ფარგლებში ამ ვარჯიშის და ტრენინგის ესე მოტორიკა იქნება თუ კოგნიტიური გავაუმჯობესოთ, მაგრამ საკმაოდ მინიმალურად. და რეალურად აი ამ პირობებში ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის ის, რომ ამ დაზიანებულ ტვინს მივაწოდოთ ახალი უჯრედები, კერძოდ ნეირონები, ანუ ის მთავარი ფუნქციური უჯრედები, რაც განაპირობებს ნერვული რკალის შექმნას, ხო? და ამ ბოლო დროს ჩვენ უკვე დავიწყეთ და ამაზე ბევრი წლები ამუშავდა ძალიან ბევრი თუ გნებავთ დაუბრუნდეთ მე ამ საკითხს ნერვულ რკალებზე როცა ვისაუბრეთ. ნერვული უჯრედები როცა ერთმანეთს უკავშირდება,
გარკვეული ესე ვთქვათ, სადენით, რასაც ჩვენ აქსონს ვეწადოთ, ხო, ნეირონული მორჩი, აქსონი. იმისთვის, რომ ეს გადაცემა იმპულსის მიღება და გადაცემა სწრაფად მოხდეს, უნდა მოხდეს მასში ინსოლაცია, ესე ვთქვათ. მას უნდა დაეხვეს, ესეთი უჯრედი არის, გლიური უჯრედი, ოლიგოდენდროციტი და მისი მორჩები, რომლებიც წარმოქმნის ცხიმს, მიელინს. და ეს მიელინის ინსოლაცია განაპირობებს იმას, რომ იმპულსი ნახტომებრივად გადადის ერთი უბნიდან მეორეზე და გაცილებით უფრო სწრაფად ხდება ამ იმპულსების გადაცემა. ეს რო ესე არ იყოს, ტვინი 10-ჯერ უფრო დიდი უნდა იყოს თუ არა 100-ჯერ, იმისთვის რომ იმ დონის ინფორმაცია გადაამუშავოს და რეაქცია მოხდეს, რაც დღეს twin შეუძლია და აი ზუსტად ეს ოლიგოდენდროციტები, რომლებიც წარმოქმნიან ამ ინსოლაციას და შესაბამისად მიელინიზაციას ახდენენ, ასე უჯრედების იღუპება. და კლასიკური მაგალითია ოლიგოდენდროციტების დაღუპვის გაფანტული სკლეროზი, multiple sclerosis. ამ დროს ოლიგოდენდროციტების დაღუპვა ხდება, ავტოიმუნური რეაქცია მიელინის მიმართ ხდება, ანტისხეულების გამომუშავება თვითონ ორგანიზმის მიერ, ეს უჯრედები იღუპება და შესაბამისად ვითარდება ეს დაავადება, რომელიც რეალურად შენელება ხდება უბნებს შორის კავშირის. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ უჯრედების ინსოლაციის დაღუპვის შემდეგ თვითონ ეს აქსონებიც ზიანდება და აქსონის დაზიანების შედეგად უკვე ნეირონის მეორად დაზიანება უკვე თვითონ ნეირონებისაც ხდება და ვითარდება ეს ნეიროდეგენერაციული დაავადება, გაფანტულ სკლეროზს, რასაც უწოდებთ. ჩვენ გაფანტულს უწოდებთ, იმიტომ რომ ეს დაზიანებები გაფანტული ერთ რეგიონში არ არის. ერთი უბანი არ არის, შეიძლება პატარ-პატარები იყოს. შეიძლება ეს ყველა არ არის პასუხისგებელი, ხო, ტვინში ბევრი უბანია ისეთი, რომელიც ფუნქციურად ასე გამოხატულად შეიძლება არ გამოვლინოს. ხა ჩემი და თქვენი ტვინების ჩემში უფრო რადგანაც მე თქვენზე გაცილებთ ხან დაზმული ვარ, ბევრი უბანი აღმოვაჩინოთ, თქვა MRI რო გავიკეთოთ, ხო, ტომოგრაფია მაგნიტური. რომ დაზიანებები მაქვს ისემიური ან სხვა რამ, მაგრამ ეს ფუნქციურად არ გამოვლინდება. ესე რომ ყველა უბანი არ იქნება პასუხისგებელი იმ ნევროლოგიურ დეფიციტზე, რაც შეიძლება, მაგრამ იქნება გარკვეული სტრატეგიული უბნების დაზიანება, რომლებიც გამოიწვევს. ხო და ჩვენი ახალი ეტაპი დაიწყო და ჩემი ერთ-ერთი პოსტდოკი ესპანელი Sara Palma Tortosa, მას გადავაბარე, ესე ვთქვათ, მას მიყავს ახალგაზრდა მეცნიერი ეს მიმართულება ჩემს ლაბორატორიაში. შევქმნათ არა მარტო ნეირონები, არამედ ოლიგოდენდროციტებიც. ანუ ისეთი უჯრედები, რომლებსაც შესწევთ მიელინიზაციის უნარი. ნეირონს არ შესწევს ამის უნარი, ნეირონს თავისი ფუნქცია აქვს. და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ისევ და ისევ ადამიანის კანის უჯრედებს. ანუ ფიბრობლასტებიდან ქმნით ინდუცირებულ პლურიპოტენტურ უჯრედებს და უკვე მათგან ქმნით ეგრეთ წოდებულ ნეიროეპითელურ უჯრედებს, რომლებიც შემდეგ ნეიროლ უჯრედებს აძლევენ დაზებამ და ეხლა შევიმუშავეთ, აი ცოტა ხანში ალბათ გამოაქვეყნებთ ამ ოქმს, ამ მეთოდს, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა გენების ზედმეტი მოჭარბებული ექსპრესიის შედეგად მიყვავს ეს ნეიროეპითელური უჯრედები იმათკენ, რომ მოახდინოს დასრული და ფუნქციური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოლიგოდენდროციტების შექმნა, რომელსაც შესწევს უნარი მოახდინოს აქსონების მიელინიზაცია. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. რამდენიმე კვირის წინ ჩავწერეთ კიდეც time lapse ჩანაწერი არის, ან ყოველ 30 წუთში ერთხელ იღებ კადრს და 76 საათი გაქვს მიკროსკოპის ქვეშ, კონფოკალურ მიკროსკოპის ქვეშ ეს კულტურა. ამ ოლიგოდენდროციტების და ნეირონების და ხედავ ეს ფლუორესცენტული პროტეინით არის მონიშნული ეს ოლიგოდენდროციტები და ხედავ როგორ ხდება, ხედავ აქსონს ნეირონის და როგორ ეს მწვანე უჯრედი ნელ-ნელა მის გაყოლებაზე აშენებს ამ მიელინის შრეს. ასევე ელექტრონული მიკროსკოპი ითელს გვაქვს ნაჩვენები და ბევრი სხვა ფუნქცია. მოკლედ, გავფართოვდით და ნეირონების გარდა ვაკეთებთ ოლიგოდენდროციტებს, იმიტომ რომ რეალურად იმ გადანერგილ ნეირონებსაც ჭირდება მიელინიზაცია, ხო? ეგ იზოლაცია ერთგვარ ესე შეიძლება. ერთგვარი იზოლაცია, ცხიმია, მაგიტომ არის რომ არის თეთრი ნივთიერება და რუხი ნივთიერება. რატო არის თეთრი ნივთიერება? თეთრი ნივთიერება ეს არის ბოჭკოები, რომელიც მიელინიზირებულია, მიელინი თეთრია. და აი ეს თეთრი ნივთიერება არის გზები, გამტარი გზები და რუხი ნივთიერება ეს არის ნეირონები,
რომელსაც არ აქვს ინსოლაცია და მორუხო ფერის არის თვითონ სოვა, სხეული. იქიდან გამოსული აქსონი უკვე მილინიზირებულია და ეს გზები თეთრია, გროვა სადაც არის სხეულების ის რუხია და გვაქვს თეთრი და რუხი ნივთიერება თვითონ. გასაგები გახდა. ეს უმეტესობა ტვინის თეთრი ნივთიერება, იმიტომ ის კავშირები აუცილებელია პრინციპში ნეირონის და ტვინის ფუნქცია ის არის რომ მიიღოს და გადასცეს ხო იმპულსი. ხო, კავშირებია ყველაფერი. და ამ კავშირების აღსადგენად გჭირდება ეს უჯრედები. დავშალოთ ახლა ამ ხელა. ეხლა ეს ახსენეთ რომ გამოაქვეყნებთ რაღაც უახლოეს მომავალში ამ ნაშრომს, რაზეც ახლა მუშაობთ. რა მაინტერესებს, იცით? აი, რაღაცა კონკრეტული წერტილი, რომელიც არის, რომ აი ჩვენ რაღაცა გამოვიკვლიეთ ესე მუშაობს. მე ეს ყველაფერი უკვე რომ საქმედ იქცეს, არ ვიცი, მედიცინაში დაინერგოს და უკვე გამოიყენოთ. აი, რა დრო საჭიროებს ხოლმე? გააჩნია რა არის. ეხლა მაგალითად როდის დავამატებ უკაცრავად რომ ანუ ერთი არის ხო კითხვა კიდე რა მხრიდან მინდა რომ წავიყვანო რომ ერთი არის რომ რაღაცა ვიცით რომ თეორიულად ესე მუშაობს და ტექნოლოგიურად ამისთვის მზად არ ვართ და მეორე არის რომ ეს ყველაფერი მუშაობს და რავი რაღაც პერიოდი ჭირდება და დავიწყოთ. ხო, ძალიან საინტერესო კითხვა არის და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ბიომედიცინაზე გვაქვს საუბარი და მით უმეტეს როცა ტრანსლაციურ მედიცინაზე გვაქვს საუბარი. ხო, ანუ ტრანსლაციური მედიცინის არსი რაში მდგომარეობს, რომ რაღაცას ვქმნით საბაზისო კვლევებით და შემდეგ გვინდა ეს ინფორმაცია იქნება თუ მეთოდოლოგია იქნება თუ მიდგომა თუ თერაპია, რაც მუშაობს ცხოველურ მოდელებში ან კულტურაში, გადავნერგოთ კლინიკაში. აი ეს გზა გადატანა არის ყველაზე უფრო რთული და ყველაზე უფრო ხანგრძლივი, იმიტომ რომ დაკავშირებულია თუნდაც აი უჯრედს, რომელსაც ჩვენ ვქმნით, რომელიცაც ვიყენებთ შემდეგ ცხოველებში გადასანერგად, ის უჯრედი უნდა შეიქმნას ისეთ პირობებში, რომ მას არანაირი ცხოველური პროტეინთან შეხება არ ქონდეს. ანუ good manufacturing factory GMP პირობებში უნდა შეიქმნას. იქ მთელი ოქმებია, მთელი ნუსხა, რა პროცედურები უნდა გაიაროს. პროტოკოლია და ამის განვითარებას და შექმნას საკმაოდ ბევრი დრო უნდა და პრობლემა რაში მდგომარეობს ახლა? ამას არანაირი სამეცნიერო ღირებულება არ აქვს. ანუ მე როგორც მეცნიერი, ხო, თუ მარტო მეცნიერება მაინტერესებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. თუ მე არ მინდა რომ ეს წავიდეს კლინიკაში. მე ამის პუბლიკაციას ვერ მოვახდენ. როგორც ეს არის უბრალოდ რუტინული ლაბორატორიული სამუშაო. მე არის უსაფრთხოების საკითხები, ხო? ვთქვათ, რამდენად ტოქსიურია, ვთქვათ, როცა უჯრედულ თერაპიაზე, აი ან რაღაცა პრეპარატი, თუნდაც repurposing რასაც ქვია, ხო, არსებული პრეპარატია და იმის გამოყენება სხვა რამისთვის გინდა, ხო? ტოქსიურობა. ტოქსიურობა უნდა გააზარდო, ჩაატარო ექსპერიმენტები, გააზარდო 2-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ, 1000-ჯერ და ნახო რა დოზით მოხდება ტოქსიურობა და ტოქსიურობა მარტო ტვინში კი არა, მთელ სხეულში. ანუ ლიმიტები რომ მოსინჯო, ხო, ლიმიტები რომ მოსინჯო. მაგალითად, როცა უჯრედულ თერაპიაზე და უჯრედების გადანერგვაზეა ლაპარაკი, კანცეროგენული არის თუ არა, ეს უჯრედები გადაგვარდება და ხა არ გინდა შენ რომ გაფანტული სკლეროზი განკურნო და ტვინის სიმსივნე დამართო, ხო? ან ინსულტის იმის მაგივრად რომ შეუმსუბუქო ინსულტიდან რეგენერაც გამოსვლის უნარი და აღუდგინო ფუნქციები და ტვინის სიმსივნე დამართო. ამას თავისი ოქმები აქვს, თავისი პროტოკოლები აქვს და ამას ბევრი ცდავდა. აი ეს პერიოდი ძალიან ხანგრძლივია და ეს არის ძირითადად ის საბაზისო აღმოჩენიდან სანამ გადაითარგმნება ძირითადი დაგვიანებით. და მეორე მომენტია რომ ძალიან ძვირია. აი ეს პროცესი გადათარგმნის არის უკვე თუ თქვა ექსპერიმენტული კვლევებით 100,000-ია და 10,000-ობით დოლარზეა და იქ გადავდივართ უკვე მილიონებზე. და ნუ ეხლა თუ სკრინინგს აკეთებ, ეძებ რაღაცას. უკვე როცა ნაპოვნი გაქვს, უფრო ადვილია, როცა თქვა სხვადასხვა მოლეკულების სკრინინგს აკეთებ, იქ 10,000-ობით სხვადასხვა მოლეკულით იწყებ თუ არა 100,000-ობით მთელი ბიბლიოთეკებია, library მოლეკულების და იმათ მცირე მოლეკულები, ხა ძალიან პოპულარულია small molecules. ჩვენც ვიყენებთ სხვა შორის ძალიან ხშირად, აი როდესაც რეპროგრამირებას ვახდენთ, არის მთელი ესე ვთქვათ ბუკეტი, კომბინაცია რაღაცა მოლეკულების, რომლებსაც ვიყენებთ გარდა სხვა იმ გენების ექსპრესიისა, მაგალითად ეხა ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ როცა რაღაცა ახალ ოქმს ქმნი, ეს უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური, თქვა საწყისი 100 უჯრედიდან ერთი კი არ უნდა მიიღო, საწყისი 100-დან უნდა მიიღო
80-ან მეტი, რომელსაც ტრანსფექციასაც მოახდენ, ხო, რომ გამოსავლიანობა მაღალი იყოს და ამას კი არ უნდა დაჭირეთ, ხა ორგანოიდებზეც მუშაობ ჩვენ კორტიკოიდებზე, უჯრედებიდან პატარა მინი ორგანოიდები. იმას ხშირად ჭირდება 100, 120, 140 დღე, რომ ერთი უჯრედიდან ის ორგანოიდი მიიღო, ხო? ეს ძალიან დიდი დროა. კვლევისთვის, ბიოსამედიცინო კვლევისთვის, ხო? ამიტომ ჩვენ შევქმნით ჩვენი ოქმი 7 დღეში უკვე გვაძლევს 80+ ოლიგოდენდროციტების და ამიტომ არის ეს ღირებული და ეფექტური. კი, არსებობდა ადრე ჩვენამდეც მეთოდები და დღესაც არსებობს, რომელსაც დაჭირდება მინიმუმ 21 ან 40 დღე და გამოსავლიანობა იქნება 50-60%. ჩვენი ახალი მიდგომით ჩვენ შევძელით, რომ გავაკეთოთ 7 დღეში, 10 დღეში და 80+% რო შემცირდა და შედეგიანობა იგივე გაიზარდა. პლუს ფუნქციური არის ჩვენი ოლიგოდენდროციტები. პლუს აი მცირე მოლეკულებიდან დავიწყე ამაზე ლაპარაკი, ხო? სხვა ოქმებში იყენებენ მცირე მოლეკულებს. ჩვენ გამოვცადეთ, შევადარეთ და ჩვენი აი ეს ორი გენის ექსპრესია საკმარისია, რომ შევადაროთ with and without მცირე მოლეკულები და მოლეკულების გარეშე, ხო? არც ეფექტურობა და არც ხანგრძლივობა არ მატულობს. აი ამას ყველაფერს ხო აი რუტინულ იმას ხო ძალიან ერთია რომ იდეა გაქვს და დღეს თუ ფული გაქვს ნებისმიერი იდეის ტესტირება შეიძლება რეალურად რა არის თანამედროვე მეცნიერება მით უმეტეს ბიომედიცინა ხო ეს არის რაღაცა არსებული ინფორმაციის საფუძველზე შენ გამოთქვამ ვარაუდს ჰიპოთეზას და შემდეგ მეცნიერის როგორც კვლევარის ფუნქცია არის დაამტკიცოს ან უარყოს ეს ჰიპოთეზა, ხო? აი აქეთკენ მიდის ყველაფერი. შენ თუ გაქვს რესურსები ინტელექტუალური და მატერიალური, ნებისმიერი ჰიპოთეზა შეგიძლია ექსპერიმენტულად უკვე შეამოწმო და ეს არის მამოძრავებელი დღეს ჩვენი კვლევები. ესეთი კითხვა მაქვს, რომ ეხა ტექნოლოგიის ესეთ მასტრაფმა განვითარებამ და პირველ რიგში ხა აქ უკვე გულისხმობ ხელოვნური ინტელექტს, machine learning-ს რა ეს. რაღაცნაირად არ გაიაფა ან არ დააჩქარა ამ ყველაფრის პროცესი, რამდენად იყენებთ. მაგრამ ეს მაინც საწყის იმაზე ვართ ეტაპზე, იმიტომ რომ ამის ინტეგრირება უნდა მეხვდეს მეთოდოლოგიაში. აი მაგალითად ჩვენ უკვე კარგა ხანია ვიყენებთ machine learning-ს აი გადავნერგეთ ეს ოლიგოდენდროციტები და გვინდა დავთვალოთ რამდენია, ვინ არიან, ხო? გვაქვს პროგრამა, გვაქვს machine learning, სტუდენტი ჯდება და მიკროსკოპში ეყურება და თქვა მონიშნავს მიკროსკოპში აი ამ ფორმის, ამ შეფერილობის უჯრედები არის ოლიგოდენდროციტები. მანქანა იმახსოვრებს, მე სხვა უბანზე გადავა, იქაც მონიშნავს და გარკვეული კრიტერიუმია, როდესაც მანქანა უკვე დაიმახსოვრებს. ამის შემდეგ ჩვენ ვაძლევთ მანქანას მიკროსკოპი ეს არის ავტომატიზირებულია მოძრაობს ხოლმე უბნებში და უკვე კომპიუტერი და მანქანა ითვლის. შემდეგ რამდენიმე ჯერ დავათვლევინებთ, გადავამოწმებთ მანუალურად და შემდეგ უკვე როდესაც ამ შეყრი 100 ანათალს, რომელიც უნდა დამჯდარიყავი და თვალები დააგთხოვდა და დღეს აღარ მეკეთვალა, რაც ძალიან უმადური შრომაა, იმიტომ რომ ძალიან მექანიკური, ხო? და პლუს იცი რას ვაკეთებდით, რომ მე მაგალითად სანამ სტუდენტები როცა იყვნენ, ორს დამოუკიდებლად ვათვლევინებდი, რომ ცდომილება მენახა. იმიტომ რომ ადამიანის სუბიექტური უმეტეს ეხლა რო და მთელი დღე მუშაობ, თქვა კაცილებით უფრო ნაყოფიერი ხარ დილით, ვიდრე საღამოს და ყველა სხვადასხვა ისა, ხო, ინდივიდუალური, სუბიექტურია მაინც. ამას ორ კაცს ვაკეთებინებთ. ეხლა როცა ვალიდაციას მოვახდეთ ამ ტიპის უჯრედების, ამ ტიპის შეღების დათვლაზე, უკვე გვაქვს ეს პროგრამა, machine learning training-ი ჩატარებული აქვს. შევდებთ და უკვე თვითონ ეს კომპიუტერი ითვლის ამ უჯრედების რაოდენობას და უკვე ვალიდაცია რა გაკეთებული აქვს, მე უკვე მას ვენდობი და თქვა იმის მაგივრად რომ 100 უჯრედი დამეთვალა და ამიდან გამეკეთებინა სტატისტიკა, თქვა რამდენი გადავნეგრე, მაგრამ ეხლა შემიძლია 10000 დავთვალო, გაცილებით უფრო მალე ან ღამე დავტოვო და ის იმუშავოს. და მე წავალ დავიძინებ, ხო? აი ეს დრო და ეფექტურობა რა თქმა უნდა შემცირებული. მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ადამიანის გარეშე რა თქმა უნდა და ასწავლო და
თვითონ სწავლობს კი, მაგრამ უნდა მიაწოდო ეს ინფორმაცია, რომ იმის მიხედვით. ეხლა პროტოკოლებზე რო თქვით, ესეთ კითხვა გამიჩნდა, ანუ ეს პროტოკოლები ჩემი აღქმით არის ალბათ, როგორ თქვა, თანამედროვე და თან ეთიკური მეცნიერების მიდგომა. რაღაც სადღაც ეხლა წარმოდგენით ჩემი ჩრდილოეთ კორეაში ან ჩინეთში სავარაუდოდ ეს პროტოკოლები ფეხებზე კიდიათ. და მე მაინტერესებს, ანუ ის კვლევა, როცა ეგრე აკეთებენ, მაინც ვალიდურია და მე ამ მეცნიერებაში მაინც შემოდის თუ ამ მეცნიერებას აქვს თვითონ რაღაცნაირი, როგორ თქვა, წესები, რომ აი იქ რო რაღაცა მიიღებ, შენ და ფეხებზე დაიკიდე ეს და ეს და ეს და უსაფრთხოება, მაგრამ თუ შედეგი დადგა, მაინც მივიღებთ მოკლედ როგორც იმას, თუ ეგ როგორ ხდება ხო? აქ ეხლა ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ერთი არის ეთიკური მხარე და მეორე არის სარწმუნოების მხარე. იმიტომ ფალსიფიცირება მე შემიძლია ათეულობით მაგალითი მოგიყვანოთ, რომ ამერიკაში, ინგლისში, ხო, რა თქმა უნდა, საქართველოში, ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა ფალსიფიცირება მონაცემების, ხო? ამის რაღაცა თუ შეგვიძლია რაღაც ობიექტური მიზეზებიც არსებობს, იმიტომ რომ ძალიან კონკურენტულია დღევანდელი ბიომედიცინა და მეცნიერება. ძალიან მნიშვნელოვანია, თქვა, სტუდენტისთვის ეს დოქტორანტი იქნება თუ პოსტდოკი იქნება, რომ ძალიან სერიოზული პუბლიკაცია გამოაქვეყნოს ძალიან სოლიდურ ჟურნალში, ხო? ეს ფაქტიურად გზამკვლევია. Cell-ში ან Nature-ში გამოქვეყნებული პირველი ავტორის სტატია გაძლევს საშუალებას, რომ ტრამპლინია. კი, ტრამპლინია, მაგრამ ის ტრამპლინი მარტო ტრამპლინიც არ არის, ტრამპლინია შანსს გაძლევს, რომ დაამტკიცო, რომ შენ კარი იღება და მე იქ რა მოხდება, ეგ უკვე კიდე მეორე ეტაპია, მაგრამ იმისთვის რომ კარი გაიღოს, რაღაცა აი ეს ინვესტირება გჭირდება და არ ვიცი თქვენთან ადრე მოვყევით თუ არა კლასიკური შემთხვევაა იაპონელებმა დაბეჭდეს ერთ-ერთი სტატია, აი ეს რეპროგრამირებაზე როცა ხდებოდა ინდუცირებული, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით მოახდინეს რეპროგრამირება სომატური უჯრედის, ანუ განვითარება, რასაც ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედები ქვია, ეს Yamanaka's მეთოდი, რომელმაც 2012-ში მიიღო ნობელის პრემია, კანის უჯრედიდან ღეროვანი უჯრედის მიღების მეთოდი. იმან თავიდან 4 გენის ექსპრესიით ვირუსის საშუალებით შეყვანით მიაღწია იმას, რომ 4 გენის შეყვანით კანის უჯრედს იღებდა, გამოდის ღეროვანი უჯრედი, ისეთივე როგორც ემბრიონული ღეროვანი უჯრედი. და ბევრმა დაიწყო სხვადასხვა გზებით და ერთ-ერთი სტატია გამოქვეყნდა Nature-ში, სადაც იაპონელებმა ძალიან სერიოზულმა სამეცნიერო დაწესებულებამ დაბეჭდა სტატია, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით შეიძლება და იგივეც მიღწევა. და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვერ გაიმეორა და ვერ თვითონ ვერ გაიმეორეს ეს მონაცემები, ეს ეხება მეცნიერებაში. და სარწმუნოება დაკარგა. ყველას უნდა გაიმეოროს. და აღმოჩნდა, რომ იყო იმ პირველი ავტორის მიერ ფალსიფიცირებული და ხა ალბათ მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იყო სრულყოფილი. უფროსი ავტორი ვინც იყო ამ კვლევის, იმა თავი მოიკლა. იაპონიაში თან ეგზანის ის აქტი. ხო, თლათ ხარაკერი გაიკეთო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შედეგი დადგა. მეორე კლასიკური მაგალითია, როდესაც აი ბეტა უჯრედების ინსულინის წარმოქმნელი უჯრედების მიღება ხდება, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ამ დარგის მკვლევარმა გამოაქვეყნა სტატია ჟურნალში Cell, თუ არ ვწდები ხო, ალბათ მე მგონი Cell იყო. სადაც აჩვენა, რომ რაღაცა ფაქტორის ზემოქმედებით ღეროვან უჯრედებზე ძალიან მარტივად მიიღებოდა ბეტა უჯრედები, ინსულინის გამოყოფი უჯრედები. ანუ ეს განსაკუთრებით პირველი ტიპის დიაბეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ავტოიმუნური გზით ძირითადად იღუპება ეს ბეტა უჯრედები და ინსულინის გამოყოფა არ ხდება ორგანიზმში. გადანერგვით, თქვა უიძულში ან თირკმლის იწყება გამშობა მაგ უჯრედებში. თუ გააკეთეს უჯრედები, რეალურად პოსტმორტემ უჯრედებს იყენებენ დღეს, თქვა გარდაცვლილი ადამიანი და დონაციის გზით შეუძლიათ გამოყონეს უჯრედები და სხვა საქართველოში მოვაწეობს ახლა ეს ტიერი ბერნი, არ ვიცი იცნობ თუ არა, შვეიცარიელი ექიმი არის, რომელიც ამ ტრანსპლანტოლოგია და იგი მუშაობდა ზუსტად ამ გადანერგვებზე და საინტერესო იქნება თუ მოიწვევთ, ალბათ საინტერესოა. ქართველი მეუღლე ყავს მას და ეკა ბერიშვილი და ხა ის პენსიაზე გავიდა და საქართველოში, რამ ბოლო რაც ვიცი, მე საქართველოში მუშაობდა რომელიღაცა კლინიკაში. ყოველ შემთხვევაში ადრე ხდებოდა ესეთი გარდაცვლილი
post-mortem უჯრედების მიღება და ბევრი მუშაობენ ეხლა რომ ვეროვანი უჯრედებიდან მივიღოთ ეს ბეტა უჯრედები და ამ კვლევარმა გამოაქვეყნა რომ აი რაღაცა ერთ-ერთი ჰორმონით თუ ფაქტორი, ზრდის ფაქტორი ზემოქმედები ძალიან მარტივად მიიღებოდა ეს ვერ გაიმეორა. და მე თვითონ ამ კვლევარმა თავისი ინიციატივით ეს ყველა ოქმი, ყველა თავისი პრეპარატი რაც ჰქონდა, გაუზიარა 3 ლაბორატორიას, თავისი და ზუსტად იგივე რო გაიმეორებენ, თვითონ ხშირად რო ვერ გაიმეორებენ, მე ავტორები თავისი მართლებენ რომ მე სხვა თავის ხაზი მყავდა, მე სხვა რაღაც ფაქტორი სხვა მქონდა და რაღაცა იქნება იქ შენ ვთქვათ იდენტურად არ გააკეთე. შენი ღეროვანი უჯრედი ვთქვათ მე-10 იმის იყო თაობის, ჩემი იყო მე-13 და ამიტომ ხო ხდებით. ამან პასუხისმგებლიანი ძალიან ცნობილი მეცნიერი პირიქით დაიქირავა კი არა თავის კოლეგებს შესავაზა და ამ სამივე ჯგუფმა თუ ორი ჯგუფი იყო თუ არ მეშლება და ვერ გაიმეორეს და თვითონვე დაბეჭდა სტატია რომ იყო შეცდომა და ბოდიში შემეშალა. ხო, ბოდიში შემეშალა არანაირად მისი არც ავტორიტეტი დაკნინდა პირიქით, აი კი ბატონო. სამაგალითოდ მოყავთ სამეცნიერო სამყაროში, აი როგორი უნდა იყოს მეცნიერი ხო შეცდომიდან დაზღვეული არავინ არ არის, ხო? მაგრამ თავარი ამ შეცდომაზე როგორ რეაგირებ. იმიტომ მეცნიერებაშიც მოსულა რომ რაღაცა შეგეშლება. პირიქით ალბათ ძალიან ბევრი შეცდომა სანამ რაღაცამდე მიდიხარ. და ძალიან ღირებულია, როცა შენ თვითონვე ცდილობ რომ თუ შეცდომა მოგივიდა, ან გამოასწრო, ან სხვებს შეატყობინო რომ ეს შეცდომაა და ეს ესე არ არის როგორც. ეგ ხარად კეთილ განწყობილ თუ პატიოსანზე ვლაპარაკობ და კითხვა იყო ვიღაცა შეცდომა, ხო. მეორე არის მანიპულაცია. ეთიკური მხარე. ეხლა თქვათ ევროპაში და დასავლეთის ქვეყნებში ძალიან მკაცრი არის ეთიკური სტანდარტები და ძალიან რთული არის თქვათ სხვადასხვა ნორმების შესრულება ამ კვლევების პლუს ტრანსლაციური კვლევების და შემდეგ უკვე კლინიკური კვლევები. მკაცრი პროტოკოლია ყველა. შედარებით უფრო მარტივად არის თქვათ ჩინეთში ან აზიის სხვა ქვეყნებში უფრო ლიბერალურია ისე ვთქვათ და უფრო მეტის გაკეთება ნებადართული თქვათ პაციენტების შემთხვევაში ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ამიტომ არის ძალიან ბევრი კლინიკური კვლევები დღესდღეობით დასავლური კომპანიებიც მიდიან იქით ხო? მიდიან იქით, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ იქ ნაკლებად კონტროლირებადია. ეს ერთია, როდესაც ადგილობრივი კვლევა ხდება და მეორეა, როდესაც თქვათ დასავლელი მეცნიერები, რომლებსაც თვითონ თქვათ ჩინეთის მაგალითს ვაიღებ, თვითონ ჩინეთის უნივერსიტეტები და კლინიკები ცდილობენ რომ მოიზიდონ. მეც მაქვს თანამშრომლობა ერთ-ერთ ჩინურ უნივერსიტეტთან და ის მკვლევარი რომელთანაც მე თანამშრომლობ, მან თავისი სადოქტორო ხარისხი თქვათ კაროლინსკაში მიიღო, შემდეგ პოსტდოქზე პრინსტონში იყო, კალიფორნიის ლიცენზია აქვს ნევროლოგიის და ახლა დაბრუნდა ჩინეთში და მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი სანდოობის და მას აქვს რესურსები ფინანსურიც და კლინიკურიც, რომ ჩაატაროს ბევრი კვლევები და ახლა მეც რომ ვიცი და დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით თანამშრომლობ მასთან საბაზისო კვლევებშიც და გეგმავთ რაღაც კლინიკური კვლევების ჩატარებას, ხო? ეს ერთი საკითხია. მეორე არის, როდესაც უკვე ადგილობრივია და გარკვეულად უნდა ვაღიაროთ ახლა არა მარტო ტრანსლაციურ და კლინიკურ კვლევებს, არამედ საბაზისო კვლევებსაც ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. მარტივად. თუ მეც არ ვიტყვით, როდესაც სრულად თქვათ აზიური ქვეყნები, იგივე ინდოეთი, იგივე სხვა ქვეყნები, ხო? მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ჩინეთის მაგალითზე, ხო? ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი გაზარდა ჩინეთმა საზღვარგარეთ და ეს ხალხი დაბრუნდა და ხა მეცნიერება ისეთი რამეა, როდესაც რაღაც სტანდარტებში გაიზრდები, ძალიან რთულია. იმათ უკვე აღარ ჭირდება ეს ხალხი, ვისაც აბრუნებენ, იმათ არ ჭირდება არავისთვის არაფრის დამტკიცება. ისინი უკვე ბრუნდებიან როგორც მაღალ კვალიფიციური მკვლევარები, ხო? დასავლური სკოლა გამოვლილი და ძალიან ჩემი აზრით ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ მათ რაღაცა სტანდარტები კვლევის იქნება, თუ ეთიკის იქნება დაარღვიონ და სანდო კვლევები დადონ. მაგრამ მაინც რა თქმა უნდა გულახდილად რომ თქვათ დასავლური მეცნიერება ფრთხილობს, მოდით ესე ვთქვათ, მაგრამ ყოველ ამის და მიუხედავად რომ გადახედოთ პუბლიკაციებს ხო მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში, უამრავი ძალიან სერიოზული კვლევები არის, რომელიც სრულად
ჩინეთიდან არის წარმოსული. ჩინეთი ეს ერთ-ერთი სამაგალითოა, ესე ვთქვათ. ამ მიმართებით, იმიტომ რომ ჩინეთმა ძალიან ბევრი სტუდენტები გაუშვა, დააფინანსა. მეც მყავდა რამდენიმე სტუდენტი ჩემი კარიერის მანძილზე ჩინეთიდან, რომელიც დაფინანსებული იყო ჩინური მხარიდან. მაგრამ აქ მეორე მომენტია, იმისთვის რომ მათ დაფინანსება მიეღოთ, ისეთ რთულ კონკურსს გადიოდნენ, რომ მე უკვე თვალდახუჭილი ამყავდა ის ჩინელი სტუდენტი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ წინვალე იყო და მართლაც წინვალე იყო ყველა. საუკეთესო და შორის საუკეთესო. იმიტომ რომ მართლა იმდენად დიდი კონკურენცია, ხო? ეხლაც მყავს მაგალითად არაჩვეულებრივი ნევროლოგი არის ის ჩინეთიდან არის, ტაივანიდან არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ანუ იქაც გაიარა ეს დაფინანსება, რომ საკმაოდ სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. უფრო მეტ თანხას იღებენ, ვიდრე ვთქვათ შვედი მოქალაქე დოქტორანტი მიიღებს დაფინანსებას, ხო? და ამდენად ჩვენთვისაც ახლა გულახსოვს უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ მომგებიანია ეს საქმე, იმიტომ რომ დაფინანსებაზე ვთქვათ ხელფასზე, რომელზეც ჩემი გრანტების ნახევარზე მეტი ხელფასში მიდის, სტუდენტების იქნება თუ პოსტდოკების და პლუს ვიცი რომ გარანტირებულად ძალიან მაღალი, მაგრამ თუმცა ამის და მიუხედავად მე ინტერვიუებს გადიან ისინი, მე ვამოწმებ მაცივს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ესე ცალსახად თქმა რომ ვთქვათ სანდოობა ნაკლებია, მე რა ხდება იცით, როგორც გითხარით, ვალიდაცია ხდება. ხა ამ თუნდაც აი ამ პუბლიკაციების, ხო? როდესაც გამოქვეყნდება, peer review-ად არა, ეხლა თქვათ reviewer-ისთვის ძალიან რთულია დაადგინოს, ხა ის ექსპერიმენტს ვერ ჩაატარებს იმისთვის, რომ რამდენად სარწმუნოა ეს მონაცემი ამის დასადგენად, ხო? არსებულ ინფორმაციაზე თავის გამოცდილების მიხედვით შეუძლია დაავალოს, რომ კიდე რაღაც დამატებითი ექსპერიმენტები გააკეთოთ, ან ვალიდაცია, საკონტროლო ჯგუფები დაამატოთ, მაგრამ როდესაც რაღაცა გამოქვეყნდება, ხო, მერე უკვე თუ მართლა ღირებული კვლევა, სხვა ჯგუფები იწყებენ ამის გამოყენებას, ან გამეორებას. და თუ ვერ გამეორდა უკვე ჩნდება კითხვის ნიშნები. და არის ვთქვათ კიდე ესეთი მაგალითი, როდესაც იყო კვლევა, რომლის მიხედვითაც სისხლის უჯრედიდან ძალიან მარტივად შეიძლებოდა ნერვული უჯრედების მიღება და ირ ვაისმანი არის ესეთი ძალიან ცნობილი, არ ვიცი გავიდა თუ არა პენსიაში, ყოველ შემთხვევაში ჰემატოლოგიაში ერთ-ერთი ესეთი მამა, ესე ვთქვა. ირ ვაისმანი და მანაც ცადა მის ლაბორატორიაში და არ იმუშავა ამ მეთოდმა და შემდეგ კონფერენციებზე ეს ხდებოდა, რომ აი ეს მეთოდი არ მუშაობს, პუბლიკაცია ერთი იყო, რომ მუშაობს. და მირმა, ნუ ხა ამ დონის მეცნიერ შეცევს ის უნარი, რომ უარყოფითი სტატიაც კი Nature-ში გამოაქვეყნა. შეკრიბა ეს სამი ჯგუფი, თავისი ჯგუფის ჩათვლით, ეს მონაცემები, რომ და რეალურად დასკვნა ამ პუბლიკაციის, რომელიც ძალიან მაღალ რეიტინგული იყო, რომ ეს მეთოდი და ეს არ მუშაობს. ეხა ჩემი აზრით უარყოფითი მონაცემი არ არსებობს. არსებობს არ ვიცი conclusive and non-conclusive, ხო? დასკვნის გამოტანის საშუალება მქონე და უარყოფითი და დადებითი ეს პირობითი იცნება. ეხა მაგალითად აი ესე რომ ავიღოთ, რომ ორ პრეპარატს ადარებ, ხო? და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ერთი ძვირია და სწრაფად მოქმედებს, მეორე შედარებით იაფი, მაგრამ ხანგრძლივი, ხო? აღმოჩნდა, რომ ეფექტურობა ორივეს ერთნაირია, განსხვავება არ არის. ეხლა ბევრი იტყვის, რომ ეს უარყოფითი კვლევა იყო რა, განსხვავება ვერ ნახე. მაგრამ ის რომ განსხვავებული არ არის და თქვათ რომელიღაცა უფრო იაფია და იმას მოიყენებ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვათ აღარ იქნება ის დებატი, რომ რომელი გამოვიყენოთ, ხო? საბოლოოდ ვიცით, რომ ორივე ერთნაირად ეფექტურია. თითქოს უარყოფითია, ხო? შედეგი, მაგრამ ჩემთვის ეს პირიქით ძალიან ღირებულია და თუნდაც იგივე ირ ვაისმანის კვლევა, რომელიც ვითომ უარყოფითი იყო, ხო? ძალიან ბევრი მკვლევარი და ბევრი ჯგუფი დააზღვია იქ მითქე რომ არ გამეორებინათ ეს მეთოდი და ალბათ $100,000 ეკონომია გაწია და ადამიანის დროზე და რესურსებზე აღარა მაქვს ლაპარაკი, ხო? ეს ძალიან ღირებულია ჩემი აზრით. და ამიტომ სამწუხაროდ კიდევ იქითკენ არის ჩვენი როგორც მეცნიერების ტვინი მიმართული და ყოველთვის ჩვენ სტუდენტებს იმითკენ ვუბიძგებ, რომ შედეგი უნდა იყოს ობიექტური და ვალიდური.
და გამეორება. განსხვავებულია თუ არა, თქვა საკონტროლო და ის შედეგი, ის ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუ განსხვავდება და რაღაც ეფექტურობა, რაღაც ხო კარგი, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს. ამიტომ ჩვენ რაც კი დასკვრა თუ ბოლომდე მივიყვანეთ კვლევა და განსხვავება არ არის, ყოველთვის ვცდილობთ რომ ამის პუბლიკაცია განვახორციელოთ, რომ სხვებმაც იცოდნენ, რომ ეს გაზიარება. შეიძლება მე ეს ვერ დავბეჭდო რაღაც მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, მაგრამ მაინც დავბეჭდა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ამაში ჯერ ესეთი მე ვთვლი რომ ეთიკური მხარეც არის, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი კვლევა ფინანსდება ხალხის ფულით, ხო? იმ თქვათ შვედეთის კვლევების ფონდიდან, რომელიც სახელმწიფო იხდის და ეს ყველა შვედი მოქალაქე თავისი გადასახადიდან აფინანსებს და მე იმათგან ვიღებ მე ამ ფულს რომ ხარჯავ ვალდებული ვარ რაღაცა დაუბრუნო, ხო? და არა ვთქვათ არაუშავს არ გამოვიდა ხო შედეგი არის, ხო? აი მაქსიმალურად აი ეს ეთიკური მხარე იმისა რომ რაღაცას რომ ხარჯავდა ადამიანის დროს ხარჯავდა იმ რესურსებს ხარჯავ რაც ადამიანებმა თუნდაც იგივე კერძო ფონდები ხარ Young Fondenia ხო კერძო ფონდია მაგალითად ის ხო მაგრამ შეწირულობის არსებობს და შემდეგ ამას ანაწილებს მეცნიერებში ხო ის თანხა მე რაღაცა უნდა ის რა არ გამოვიდა ექსპერიმენტი არა ექსპერიმენტი უნდა გამოვიდეს იმიტომ რომ დასკვნა უნდა დაიდოს რომელიც ვალიდურია და თუ არ პუბლიკაცია თუ არ მოახდინე მეცნიერმა ისე შედეგი არის ჩვენი შედეგი არის პუბლიკაცია ხო მე მაგ ესეთი შეკითხვა თლაც სამეცნიერო არ არის და შეიძლება ცოტა შეიძლება რაღაც ფილოსოფია ეს ექსპერიმენტი შემოდის ცოტა მაგრამ ღეროვანი უჯრედის თერაპიის დახმარებით რეგენერირებულ ტვინსა და სრულიად ახალ ტვინს შორის ზღვარი სად გადის? აფროსორეთ, აი დაახლოებით რა მინდა. ხო არის რაღაცა, სად რაღაც არის საზღვრული რაოდენობა, მაგალითად ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ შეგვიძლია ძალიან დიდი ნაწილი უბნის ხელოვნური უჯრედები ჩავანაცვლოთ. სად არის ის ზღვარი, სადაც ეს ჩემივე არსებული რეგენერირებული ტვინია, თუ ახალი ფორმირებული ტვინი, აი ის რო არის, აღარ მახსოვს რომელი ბერძნული თესევსის ხო რა ისევ ის გემია რომელიც გამოვიდა თუ სრულიად ახალი გემი ანუ ისევ მე ვარ რომელიც ამას ვაფორმირებ თუ რაღაც ახალი არის ძალიან კარგი კითხვაა და მაგაზე ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ ჩვენი მიდგომა ჩემი მიდგომა პირადად არის შემდეგვარი ტვინს თავისთავად აქვს ნეიროპლასტიურობა როგორც თქვენ ძანეთ ანუ თვით აღდგენის უნარი და ბევრი კვლევა ჩვენც ჩაგვითარებია და უამრავი მონაცემები არსებობს რომ ეს პლასტიურობა, ანუ ახალი კავშირების დამყარება, უფრო მეცაც ცოტა ხანში მოგიყვებით ახალი ნეირონების წარმოქმნის უნარის დასწრულ ტვინსაც აქვს. ეს მუდმივად ხორციელდება, ხო, სინაფსურ დონეზე, ახალი მეხსიერების ჩამოყალიბება, ახალი ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა და ამით თქვათ პიროვნული თვისებების ცვლილება, ხო, საბოლოო ჯამში ტვინი არის ინფორმაციის და მეხსიერების კრებული, ესე ვთქვათ hard disk hard drive რომელიც შემდეგ ამ ინფორმაციას საჭიროების მიხედვით ამოიღებს და იყენებს ხო ანუ twins აქვს ახლა ვახსენე კიდეც რომ ხანდაზმულ twins დაქვეითებული აქვს ხო მაგრამ აქვს ახლა მე გადანერგილი უჯრედებით ორ რაღაცას ვაკეთებ და ესეც ნაჩვენები გვაქვს ჩვენც და ბევრ სხვასაც პირველი ამ უჯრედებიდან გამოყოფილი ნივთიერებებით ვახდენ პლასტიურობის გაძლიერებას და მისი რეგენერაციის უნარის გაზრდას ადრეულ სტადიებზე და შემდეგ დროთა ვითარებაში დრო უნდა იმისთვის რომ დიფერენციაცია მოხდეს. მე უკვე ნეირონს არ ვნერგავ, მე ვრიგავ ახალგაზრდა ჯერ კიდე ნეირონსაც არა, პროგენიტორს, რომლიდანაც შეიქმნება ნეირონი. რომ ნეირონი რო გადანერგო, ნეირონს თავისი ბოჭკოები აქვს, დაზიანდება და მისი გადარჩენის უნარი დაქვეითებულია. და კიდე რატო ნერგავ მე ახალგაზრდას რომ twins ვაძლევ შანსს გამოიყენოს ეს ნეირონი როგორც უნდა. რეალურად მე კი არ ვაიძულებ იმას რომ რაღაცა შეცვალოს. მე ვაძლევ მას მასალას რომლის გამოყენებითაც ერთი ის მშენებლობის უნარს უძლიერებ ამ მასალიდან გამოყოფილი ნივთიერება და მეორე მასალა აქვს რომელსაც მარტო თავის ძველ და უკვე დაკავებული ნეირონების ხარჯზე კი არ მოახდენს აღდგენას იმ დაკარგული ნეირონების ფუნქციის. არამედ მე ვაწვდი ახალგაზრდა ნეირონებს, მასალას, რომელიც twin-ი დანიშნულებისამებრ, როგორც თვითონ გადაწყვეტს და როგორც თვითონ უნდა, გასაგები. ჩართავს და გამოიყენებს და აღადგენს იმ დაზიანებულ რკალს. ანუ მე ახალს არ ვქმნი, მე ვეხმარები არსებულს აღადგინოს საკუთარი თავი.
ანუ ესე რო გადმოთარგმნე ხარ რომ კარგად დავაყო. ჩემი მიდგომა ესეთი. ძალიან საინტერესო არის. უბრალოდ კარგად რო გავიაზრო და ეხლა გამოუშვებ დაახლოებით რაც გავიგე. ანუ ჩვენ აღარ გამსაროეთ სამწუხაროდ. თუ twins. სამწუხაროდ. რასაც ნანო, რას დრო გადის, რასაც ნანო, რაც დრო გადის არის რომ რაღაც ზუსტ მეცნიერებას არ გავყევი და ამ ლაილაი მიეთმოეთე. ლაილაი შევარ გაჭედილი არა. ამოწორ. მოკლედ, თქვენ twins რა მასალასაც აძლევთ დამატებით გარედან. ეს მასალა twins-თვის სიახლე არ არის. მისთვის არსებული რაღაც ერთ-ერთი პარკეტის ნატეხი არის, რომელიც ისედაც იცის, რომ ესეთი არსებობს და უბრალოდ გვერდიდან უკან ისევ იგივე გადმოაწოდეს და აჰა დადეო. ხელოვნურად მიაწოდეს ეს. ხო? აი კარგ მაგალითს მოგიყვანდა ძალიან მარტივად გაიგებთ, რაც უკვე რეალობაა და რაც თქვა ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენ კლინიკაში კეთდება. პარკინსონის დაავადება. რა არის პარკინსონის დაავადება? უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან დოფამინს, განლაგებული არის მოგრძო twins-ში, ერთ-ერთ უბანში. უკანა twins-ში განლაგებული არის, რომლებიც წარმოქმნიან ან დოფამინი, ნეიროტრანსმიტორი დოფამინი, შავ სუბსტანცია ნიგრა ქვია ესე, მელანინია ეგ პიგმენტი და ამიტომ შავია, რო დახედავ twins-ის ანათალს შეუღებავს. ეს უჯრედები იღუპება. რატო იღუპება არ ვიცით. ბევრი სხვადასხვა თეორიები არსებობს, ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობები არის, მაგრამ ფაქტია რომ იღუპება. ეს ნეირონები მიაწვდიან აქსონებით, აი რაზეც ვილაპარაკეთ, ხომშებით, კავშირები არის ეგრეთ წოდებულ ბაზალურ განგლებთან. ეს აქ არის უკან, სადღაც კეფის ქვემოთ, ეს უჯრედების გროვა და აგზავნიან აქსონებს, მავთულებს ინფორმაციას სადღაც შუაში, აი აქ სიღრმეში. ეგრეთ წოდებულ ბაზალურ უბნებში, ბაზალურ სტრუქტურებში. და აწვდიან დოფამინს. და ეს დოფამინი რას ახდენს, რომ მოდულირებას ახდენს მოტორიკის. ხო, გინახავთ თქვა, შენელებული ტრემორი ეს ერთი საკითხია, მაგრამ ძირითადი პრობლემაა შენელებული მოძრაობა, მოძრაობის ინიციაციის პრობლემა, ნუ კოგნიტიურ ფუნქციებსაც საბოლოო ჯამში აქვეითებს. და ხშირ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, აი ეს L-დოფა მივცეთ, როგორც პრეპარატი და შემდეგ twin-ი იმ დაქვეითებული ნეირონების ხარჯზე გამომუშავება გაძლიერდება ამ L-დოფასი და დაკომპენსირდება გარკვეულ დონემდე. მაგრამ რაღაცა ეტაპზე უკვე ეს L-დოფაც აღარ მუშაობს, ან ძალიან დაზიანებულია მთლიანად განადგურდა ეს უჯრედები და რა ვქნათ? გამოსავალი ვნახეთ ლუნჩში და მერე სხვაგანაც ეს ჯერ კიდე 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მოდი ავიღოთ ჯერ მაშინ ღეროვანი უჯრედები არ იყო ლაპარაკი. აი თაგვის ჩანასახიდან, იმ უბნიდან, საიდანაც ეს დოფამინერგული უჯრედები უნდა განვითარდეს. მოდი ამოვჭრათ ეს უჯრედები, სუსპენზია გავაკეთოთ, დავაცალკევოთ სითხეში და მოდი შევიყვანოთ აი ამ ბაზალურ განგლიებში, სადაც პროექცირებას ახდენენ ეს უჯრედები, მოდი შევიყვანოთ იქ ეს უჯრედები. და რა მოხდება? მოხდა ის, რომ ამ წინამორბედი უჯრედებიდან, რისგანაც უნდა თუ განვითარდებოდა, თუ ჩანასახი განვითარდებოდა, წარმოიქმნებოდა ეს დოფამინერული უჯრედები, გადანერგვის შემდეგ იმ უბანში, სადაც მათ პროექცირება უნდა გაეკეთებინათ, უკვე იქ განვითარდა ექტოპურად, ანუ იმ უადგილო ადგილას გადანერგეთ, ანუ სადაც მათ აქსონები უნდა გაეგზავნათ, თვითონ ეს უჯრედები ჩავსვით. და აღმოჩნდა რა, ეს უჯრედები გადარჩა, დიფერენცირდა დოფამინურ უჯრედებთან, დაამყარა სინაფსური კავშირები უკვე იმ უბანშივე, იქ ადგილობრივად, სადაც უნდა დაემყარებინა კავშირები და მოახდინა ამ სიმპტომების კომპენსაცია. დღეს რა ხდება? უკვე 20-30 თუ რამდენიც დრო გავიდა, უკვე ღეროვანი უჯრედებიდან, ადამიანის ემბრიონული ღეროვანი უჯრედებიდან, ჩემი კოლეგები იღებენ დოფამინერგულ უჯრედებს, მათ ტესტირებას ახდენენ ცხოველურ მოდელებში, ვირუსებზე, ყველანაირ ტესტირებას გადის ტოქსიურობაზე, ყინავენ პატარა სინჯარებში, მაცივარში უდევთ, მოდის პარკინსონიანი პაციენტი, გაადნობენ, აიღებენ შპრიცს, სტერეოტაქსულად შეუყვანენ ბაზალურ განგლიაში და მათგან წარმოიქმნება დოფამინერგული უჯრედები და ხდება კომპენსირება. ნუ ხდება სავარაუდოდ, ეხლა მიმდინარეობს ეს კვლევები, მაგრამ უკვე რეალურად პაციენტებში კეთდება ეს. ჩანასახიდან, ადამიანის ჩანასახიდან წლების წინ ნაჩვენები იყო უკვე პაციენტებზე, რომ შესაძლებელი, მაგრამ დღესდღეობით ადამიანის ჩანასახიდან რაიმე კლინიკურად ღირებული
მასალის მიღება თეორიულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ადრე იყო რომ აი კლინიკურ ოპერატიულ აბორტს როცა აკეთებდნენ შეწყვეტას იღებდნენ ემბრიოს ქირურგიულად როცა იღებდნენ, მოდი ესე ვთქვათ, აბორტს აკეთებდნენ, ხო, მექანიკური ჩარევით. მაშინ ის რო გამოგქონდა ჩანასახი ადგილზე იყო. ეხლა ხდება ეს პრეპარატების საშუალებით, ანუ პრეპარატი გარკვეულ ჰორმონალურ პრეპარატებს. და ვეღარ ვიღებთ იმას. ხალი და სპონტანურად ხდება გამოყოფა და ძალიან ძნელია ამ სპონტანური აბორტის შედეგად მიღებული ეს ერთი და მე ეთიკური პრობლემაც არის და ძალიან ბევრი გინდა ეს რამდენიმე თითო გადანერგისთვის რამდენიმე ჩანასახი გინდა და ეხლა დასავლეთის ქვეყნებში მით უმეტეს ძალიან შეზღუდულია ძირია რაოდენობა და მით უმეტეს აი ამ ფარმაკოლოგიურმა აბორტმა უკვე ძალიან რთული გახადა ამ ტიპის მასალის მოგროვა და აი ხა ჩვენ უკვე ეთიკური პრობლემას მოხსენით რაოდენობრივი პრობლემას მოხსენით და ემბრიონული ღეროვანი უჯრედები ჩვენ შეგვიძლია განუსაზღვრელი რაოდენობით გავაკეთოთ ეს დოფამინერგული უჯრედის წინამორბედი უჯრედები და უკვე ისიც აჩვენის ახლა ჩვენ წლებია ეს ჯგუფი მუშაობს რომ თქვათ რომ გაყინავ ამ უჯრედებს გამოსავლიანობა არის საკმაოდ მაღალი ანუ არ ჭირდება რომ ისევ კულტურაში ჩადო მერე ის გაზარდო ეფექტურობა არის ძალიან მაღალი და უკვე როგორც პრეპარატი გაქვს ეს უჯრედი როგორც წამალი საყინულეში და არა ის რომ თქვათ ყველა პაციენტზე ახალი უჯრედების შექმნა გჭირდება და დრო უნდა და დიდი თანხები უნდა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად twins რომელსაც დააკლდა დოფამინერგული უჯრედები, შენ იღებ ემბრიონული ღეროვანი უჯრედიდან იმას არ აქვს, აი ის ღეროვანი უჯრედია, იმას არ აქვს არავისად ინდივიდუალური სადმე კუთვნილება. ის არის default cell, ხო? ამას პიროვნებრივი თვისებები, ინდივიდუალური თვისებები არ აქვს. ჯერ ქმნი ამ დოფამინერგულ უჯრედებს და უნერგავ twins-ში შემდეგ twin-ი თვითონ უქმნის პირობებს რომ ისინი გაიზარდნენ ეს უჯრედები სინapsურ კავშირებს ამყარებს ამ ბაზალური უჯრედები ბაზალური სხეულების უჯრედებთან და აკომპენსირებს დაღუპული საკუთარი დოფამინერგული უჯრედების ნაკლებობას. ანუ რეალურად აქ ჩარევა ხდება აი ამ დონეზე რაც უკვე რეალობაა. ხა ჩვენ როდესაც ინსულინზე ვმუშაობ და ქერქის დაზიანებაზე მეც თქვათ იგივე ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ქერქული უჯრედების წინამორბედებს ნერგავ ისევ და ისევ დაუზიანებელ უბანში დაზიანებელშიც კი არ ნერგავ აი მომიჯნავე უბანში ნერგავ რომლის ხარჯზეც უნდა მოხდეს კომპენსაცია. ანუ რეალურად ამ twin-ის უბნებმა უნდა აიღოს თავის თავზე ის ფუნქცია რაც დაზიანდა. უახლოესმაც დაზიანებულის რეგენერაცია ამ ძალიან რთულია. მით უმეტეს ისემიური პროცესში. იმიტომ იქ ზიანდება ნეირონებიც, გლიური უჯრედების, სისხლძარღვების უჯრედები, სისხლძარღვების უჯრედია ფაქტიურად ისინი იღუპება. იქ მიდის ძალიან დიდი ანტიბიოტი პროცესი ნეიროინფლამაცია რასაც ქვია, იმიტომ რომ იმუნური უჯრედებით შედის იქ და ფაქტიურად საბოლოო ჯამში ჩამოიქმნება კაფსულა, ფისტულა, რომელიც საზურფინო სითხით ამოივსება, ხო? ეს ერთი და მეორე, არანაირი ხშირ შემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს იმ უბანს. იმიტომ რომ იქიდან გაცილებით უფრო მარტივია მომიჯნავე უბნებს გააძლიერო რეგენერაციისგან ვიდრე აქ შექმნა ხელოვნური. აქ უკვე მართლა ხელოვნური უნდა შექმნა, იმიტომ რომ სუბსტრატიც უნდა შექმნა. სისხლძარღვებიც უნდა გააძლიერო, გლიური უჯრედებიც გჭირდება, ნერვული უჯრედებიც გჭირდება და კიდე კაცმა არის სიცოცხლე მიწა არა. ხო, ნოლიდან იწყებ ამის აღდგენას. და თუ ძალიან დიდი დაზიანება არ არის, თუ ძალიან დიდი დაზიანება მაინც რთული იქნება ამის გაკეთება და პატარა დაზიანებების შემთხვევაში გაცილებით უფრო ეფექტურია, რომ აი ეს მომიჯნავე უბნები, რომლებმაც შეუძლია აიღოს თავის-თავზე კომპენსაცია, მოახდინოს, ხო? მათი ცხოველქმედების უნარი გაზარდო და მათი რეგენერაციული უნარი გააძლიერო, სტიმულაცია მოახდინო, ვიდრე თქვათ აი მკვდარი უბნიდან, აი კერიდან, ნოლიდან დაიწყო და ეს ვეღარ გადაარჩენ მან. გაგრძელება მაქვს. კი ბატონო. გაგრძელება არის შემდეგნაირი, რომ რა საერთოდ შესაძლებელია თუ არა და მე თუ შესაძლებელია რა უშლის ხელს იმას რომ უჯრედების რეგენერაცია კი არ მოხდეს უბრალოდ არამედ მოხდეს არ ვიცი twin-ის enhancement-ი გაძლიერება და ანუ შესაძლებელია თუ არა რომ twin-ი რომელიც ჯანსაღია დაემატოს რაღაც
რომელიც მის ფუნქციონირებას გააძლიერებს. ასაკთან ერთად თუ არა, ხელოვნურად მასში მოხდეს რაღაც უჯრედების ღეროვანი უჯრედი იქნება თუ რაღაცა დამატება, რომელიც მის ფუნქციონირებას გააძლიერებს და აჩქარებს, არ ვიცი, სხვა მიმართულებით გააფართოვებს, ბევრ ამას ერთად შეაძლებინებს. ეხა რაღაც სუპერ დრაგს ხო, ეხა ხო ჩვენ ვამბობთ, რომ არა, დრაგი, ანუ ეხა მაგრამ ფილმებში რო რაღაცას რო სვავს და უცებ რო არა, თუ გინდათ უჯრედები გადაგინერგონ. არა, ეგ რითმი იღებ არა, შედეგს იძახი რომ აი შედეგს ვიძახი. კი. შედეგს ვიძახი რომ ეხა თუ რაღაცა ჩვენ ვამბობთ, რომ twin არის რაღაც მახსოვრობის დრაივი, hard disk-ი, ამ დისკში შემიძლია თუ არა უკეთესი ოპერატიული მეხსიერება დავაყენო, ან თუნდაც ეს hard disk-ი გავაფართოვო. კი ბატონო, მარტო მეხსიერება უკეთესი მქონდეს. სხვა ეხლა ხო, აი ზუსტად მაგიდან დავიწყებ, რომ twin არის მულტიფუნქციური, ხო? რეალურად ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ორგანიზმში, პრაქტიკულად ყველაფერში თავისი ფეხი აქვს ჩადგმული და მონაწილე. დაწყებული სისხლის მიმოქცევიდან, ყველა ორგანოს ფუნქციიდან, ეს ვეგეტატორ ნერვულ სისტემას თუ ავიღებთ და თვითონ twin-შივე მხედველობას, მენა, გემოვნება, ყნოსვა ყველაფერი კონტროლირდება twin-ის საჭიროებით. მათ შორის მეხსიერება, მათ შორის კოგნიტიური ფუნქციები, ისეთი როგორც არის გადაწყვეტილების მიღება, შემეცნებითი უნარი, ემოციები, ყველაფერი. კი ბატონო. ეხლა რაღაცა ერთი უნივერსალური უჯრედი იქნება, ნივთიერება იქნება. შენ შეგიძლია გაზარდო თქვათ აქტიობა twin-ის, შეგიძლია გაზარდო მისი პლასტიურობა, მაგრამ რეალურად ნორმალური twin-ის ამ გზით გაძლიერება მოდით ესე ვთქვათ რა, რომ საჭიროება უნდა განსაზღვრავდეს მოთხოვნილებას. დღეს ეს დღის წესრიგში არ დგას, რომ შენი twin-ის ფუნქცია როგორც ესეთი. დაავადებებზე არა გვაქვს და ხანდაზმულობაზე არა გვაქვს ლაპარაკი, მაგაზე მე გადავიდით. ნორმალურად აი ჩემი თქვენი, მე უკვე ხანდაზმულ კატეგორიებში გავდივარ, აი თქვენი ახალგაზრდების twin-ი, ხო? მაგალითად, მეხსიერება გინდა? კოფეინი, ფიზიკური ვარჯიში. brain derived neurotrophic factor, twin-ის ნეიროტროფული ფაქტორის გაძლიერება ფიზიკური ვარჯიში. კოფეინი კარგია მეხსიერებისთვის? გადასარევი. აი რაღაცას რო ისწავლი, მე დაარტყი კოფეინი, ან სანამ დაიწყებ რაღაც ისწავლას და შეადარი. ნუ მოწოდე საზღვრებში მანდ ახლა. არა, კოფეინი ყველა კარგია, ნუ ეხლა თუ თელ დღე იმაზე ყავას არ სვამ, კოფეინი ძალიან კარგია ბევრი. პლასტიურობასაც დის ისე? კი, მეხსიერებაზე დაჩვენებია ბევრი კვლევა არის, რომ კოფეინი ძალიან კარგი მშვიდია. რა საინტერესოა, რა ცუდია რომ სტრესი მაგალითად. ხო? აი რაღაცა ისწავლე და მე შედი ძალიან ცივ შხაპში. აი მახსოვს ვიძახდე რომ სპარტაში ბავშვებს აგდებდნენ ცივ წყალში რომ ესწავლობდნენ და მალე მეხსიერება. მე ჩემი ისა მაქვს, მოსაზრება მაქვს, რომ აგიტესტიათ ამ ეს ეგეთ და მარსთან მუშაობს. ყავს გივსვათ. აი სტრესი თუ ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩემ თავზე გამოცდილი მაქვს, რომ მაგალითად fasting შიმშილობა, ხო, შიმშილობა ნაკლება. უნდა განვასხვაოთ, ხო. მოკლედ, როდესაც უბრალოდ არ ჭამთ რაღაც დროს ალბათ. გარკვეული პერიოდი არ ჭამ. მაგალითად დღეს დღე არაფერ არ მჭამია. გუშინ საღამოს რო ჭამეთ, იმის მერე და კარგად მოქმედებს იმედი. მე ვატყობ ჩემ თავზე, რომ გაცილებით უფრო მე დილის 10 საათზე დავიწყე დღეს. ლექციები 8:30-ზე დავამთავრე, ეხლა თქვენთან მოვედით და ენერგიულად სერვეთ გამოგავლე. ერთადერთი რაც დავლია, ერთი დიდი ყავა დავლია და წყალს ვამ. ხო? ეხლა ეგ ძალიან ინდივიდუალურია, ეხლა ჩემზე ეს Sherlock Holmes-ის მასე შვებოდა თუ გახსოვთ 3 დღე არ ჭამდა кейსებს რო 12 საათიანი. მთლიანად ხდება შენი იმუნური უჯრედების დეტოქსი არა, იმუნური სისტემის რეგენერაცია და ჩანაცვლება. ანუ არსებობს რაღაც კონკრეტული უკვე ის. ხო, იგივე ფიზიკური ვარჯიში, ხო? ძალიან კარგია ვთქვათ, რაღაცა ისწავლე, კადინახევარი საათით ირბინი ან სიმძიმეები აწიე, გამოიყოფა ვთქვათ ჰორმონები, ფაქტორები, რომლებიც ამ მეხსიერების ინფორმაციის კონსოლიდაციაში დაგეხმარება. ანუ არაჩვეულებრივია. მე რაღაც იმას ვამბობდი, რომ ჩემი მოსაზრებით, ხო? არ შეიძლება აბსოლუტურად არარელევანტურია, მაგრამ როცა აი ამ ლიტერატურას ვკითხულობდი და ვიხსენებდი, ხო? რატომაც მგონია, რომ ნათლობა დინარეში და ცივ წყალში გამოყენებული იყო იმისთვის, რომ უკეთ დამახსოვრებოდათ მონათლულებს, რომ მონათლულები არიან. მით უმეტეს ზრდასრულ ადამიანებს. ანუ ეგ მომენტი, რომ კაფე ვთქვათ, სტრესი
რომელიც გააძლიერებს მეხსიერებას. ეხლა პრობლემა იყო ჩემი ვარაუდით. საინტერესო ჰიპოთეზა. შეიძლება მოენათლა და რაღაცა პერიოდის მერე იმართლოს აღარც ხსომებოდა, რომ ვიღაცამ რაღაც შეუცვალა, ხო, სიტყვაზე. შეიძლება ძალიან აბსურდულია. არა, ხო, მაგრამ რასაც სამოთ რეალურად სტრესი დასრულებზე მაგხარ ჩვილებში არ ამგონია რომ ამას დიდი მნიშვნელობა ქონდეს, მაგრამ დასრულებისთვის რომ რაღაცა ემოციური კავშირი ბმა რაღაც მოვლენასთან ქონდეს ძალიან მნიშვნელოვანია სტრესორი ასე. სტრესორი. პოზიტიური და შეიძლება უარყოფითი ორივე. ხანგრძლივი მეხსიერებისთვის, აი თქვენ რომ დაუფიქრდეთ, ხო? ის რაც ბავშვობიდან გახსოვთ ან პოზიტიურ ან უარყოფით სტრესთან არის ემოციურ სტრესთან პოზიტიურ მაღალი ის უნდა მოხდეს ძალიან ხო რაღაცა აი გამონათებასავით არის ამპლიტუდა მაღალი უნდა ქონდეს ბავშვობიდან ხო თუნდაც არა ბავშვობიდან სტუდენტობის პერიოდიდან ხო ახალგაზრდობიდან ყველაფერი ხო არ გახსოვთ კაფიო მეხსიერება რაღაცა ნათელი გამონათებასავით არის ხო ეპიზოდური მეხსიერებაც ქვია რაღაც კონტექსტში. შეიძლება საერთოდ 10 წელი არ გაგახსენდეს, მაგრამ რაღაც სიტუაციაში მოხდა და უცბად ეს მეხსიერება ამოგიტივდეს, ხო? ან იგივე სტრესი მოგივიდეს, რაც იმ სტრესთან იყო დაკავშირებული და უცბად ის გაგახსენდეს. ისიც არ გახსოვდეს, რომ ეს მოვლენა მოხდა. მაგრამ ეს ოფილა, სუნზეც კია და მე მქონია ესეთი ემოციური ფლეშბექი. ემოციური ფლეშბექი, მაგრამ ეს ემოცია სტრესთან არის დაკავშირებული და ნაჩვენებია ექსპერიმენტულად ადამიანებზეც და ცხოველებზეც რომ სტრესის ფონზე მიღებული ინფორმაცია გაცილებით უფრო ხანგრძლივად ინახება ხანგრძლივ მეხსიერებაში და უკეთესად რეალურად ხო მრავალჯერადი გამეორება საჭირო იმისთვის რომ რაღაცა დაიმახსოვრო ხო აი რომ სწავლობ რაღაცას ლექსორს სწავლობთ არ ვიცი თქვენ სწავლობთ თუ არა ჩვენ ვსწავლობთ ლექსები ზეპირებით ბერჯორნეს აგეკითხა მე აი ზეპირად გეთქვა ჩაგეხედა შიგდაში და ბოლოს რაღაცა ეტაპზე დაიმახსოვრებთ ხო ანუ ამ დროს რეალურად რა ხდება გარკვეულ უბნებს შორის გარკვეულ ნეირონებს შორის ახალი სინაფსური კავშირების და არსებული სინაფსური კავშირების ინფორმაციის გადასვლის გაადვილება, პოტენციაცია, ხო? ეს არის რეალურად ახლა ძალიან მაგისაც უკან ეგდგაც, ხო? მაგრამ თუ თქვათ რაღაცა არასტრესული ინფორმაციის გამეორებისთვის შენ გჭირდება ეს რომ თქვათ 10 ჯერ გაიმეორო, თქვათ იგივე სტრესთან როცა არის კომბინირებული იგივე ინფორმაცია, შეიძლება ერთჯერადი იმით უკვე ისეთივე ეფექტურობით ჰაკი გამოდის, ხო? ხო. ჰაკია და ძალიან ბევრი ჰაკებია სხვა შორის ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით ეგენი მანუალი არ გვაქვს დაკითხული ფიქრობ კიდეც რომ რაღაცა აი ამ მსგავსია ესეთი ბევრი ჰაკებია twin-თან და ადამიანის ძალიან კარგი იქნება თქვენო ეგეთი რაღაც დაკავშირებით რაც ძალიან მარტივია და რო დაფიქრდე ჩვენს გამოგვიჩნია უბრალოდ არ არის ეს ცნობიერში არა გვაქვს და დაკავშირებული არა გვაქვს არ ვიცით რომ სამე მეცნიერულადაც ეს იქნება ზოგიერთი მითის სახით არის ზოგიერთი პირადი გამოცდილების სახით ჰაკებია რა ეხა არა ეხა ეგ შორს წავიღოთ ხაგები აი მაშინ ცალკე გავაკეთოთ კითხვის გაგიგრძელებ თუმცა მაგ სხვაგან ხوار მეც გაგრძელება მქონდა გაგრძელებ რატო ვკითხულობთ აი ერთი კითხვის გაგრძელება ნიკარასის ძახდა არის მაგალითად ეგენი არის რაც twins ისედაც შეუულია და ვიცით და ჯანმრთელი twin-ია მაგრამ აი მაგალითად არ ვიცი რომ 1 საათი წილი მეყოს აი ეგეთ რაღაცაზე იძახი შენ ალბათ არა რომ twin-მა შეძლოს რაღაცა რომელიც ნორმალურ პირობებში თითქოს ავარიულია და ნუ აი აღარ მეძინოს მაგდენის კი ბატონო ეგეთ შეიძლება მაგრამ უფრო მეგულისხმობდი რომ რაღაცა უფრო მარტივად შეგეძლოს რაღაცის დასწავლიდან დაწყებული უფრო მეტი რამე გამახსოვრდებოდეს იმით დამთავრებული რა ანუ მაგალითად არ ვიცი ეხა ხო ჩემთვის ძალიან ძნელია მაგალითად რომ არ ვიცი ბიოქიმია ვისწავლო და enhancement-ი რო არსებობდეს გაძლიერება ტვინს ისეთი რომ რა ვიცი ბიოქიმია სუპერ ძალა რა მოკლედ რაღაც ტიპის ანუ ეგ ხო ჩემ ტვინს სადღაც არსებობს რომელსაც ეგ ყველაფერი შეუძლია ყველას ტვინში ხო არსებობს რაღაც ადგილია რომელსაც შეუძლია რაღაცა აითვისოს და იმას რო წეწე მეტნაკლებად ხო ესე იმას ხო მეტნაკლებად რა თქმა უნდა ვამბობ მაგრამ ხო რაღაც ანუ იქ ვიღაცა იმას ხელს უკეთესად უჩენ საკუთარ თავში რომ აგიზგიზოს და ვიღაც ნაკლებად ხო ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი ასეთი ტიპის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე მე გულახდილად რო გითხრა ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას თუმცა მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხანდაზმულობის პერიოდში რასაც ქვია healthy aging და healthy aging is ანუ ჯანსაღი დაბერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფიზიკურთან ერთად კოგნიტიური ხო
და მე ვთვლი რომ არის აი ჰაკებზე თუ ჩამოვარდა ლაპარაკი ხო არაჩვეულებრივი ჰაკები არის რომელიც 10ჯერ და 100ჯერ უფრო შეანელებს თქვა კოგნიტიურ დაქვეითებას და მარტივია ძილი ეს აუცილებელი კომპონენტია დღევანდელ პირობებში ხო 7-დან 9 საათამდე ძილი არც ძალიან ბევრია სასარგებლო არც ცოტა საშუალოდ ძილის კარგი თვისება ისაა რომ მას კომპენსაცია შეუძლია ანუ თუ დღეს დაგაკლდა ძილი კვირისგან შაბათ-კვირას თუ მეცეძინებ ის დააკომპენსირებს იმას საერთოდ სხვათა შორის ძალიან საინტერესო ჰიპოთეზა არის რომ ძილი არის ჩვენი ნორმალური მდგომარეობა ყოფის და სიფხიზლე არის იმიტომ არა ნორმალურია სიფხიზლე პირიქით ანუ ევოლუციურად სიფხიზლემ გაიზარდა და სიფხიზლე გახდა ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა პირველად უფრო მეტი ძილის სტადიაში იყო ორგანიზმი და ვთქვათ ამაზეც არის ვთქვათ აქცენტი კვლევები ახლა მიმდინარეობს რომ ვთქვათ აი ეს ცხოველები რომელსაც ჰაბინიცას გაივლიან და შენელებული აქვს ეს ნორმალური მდგომარეობა იყო და ვთქვათ გაღვიძება ხდებოდა იმისთვის რომ ენერგიული წყარო შეევსოთ და შემდეგ ისე ძილში გადადიოდა ანუ ჰიბერნაცია არის ძილის მდგომარეობა ბუნებრივი მდგომარეობა და სიფხიზლე არის გარკვეული ფაზა რომელიც ავსებს თქვათ იმ რესურსებს რომელსაც ისევ გადაყავხარ ძილის მდგომარეობაში ან რეპროდუქციული მიზნებისთვის იღუძებ და მე ისევ იძინებ ამადა სექსიას ანუ ძალიან საინტერესო ამაზე თუ სურვილი გექნება შეგვიძლია ვისაუბროთ კი ბატონო ვისაუბროთ დღეს არა დღეს ისე რასფერები გვაქვს აი მაშინ იცინამინდა ეს ერთი და ხო აი ძილს რაც შეეხება ძილი არის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი თქვათ რომ კოგნიტიური ზუსტად ვიცით რისთვის არის ეს საჭირო იმიტომ რომ ბევრი გამიგია რომ ძილი თითქოს არ არის ეგრე გასაგები ტვინს რაში ჭირდებაო და ვიცით ზუსტად ვიცით რაში ჭირდება შეიძლება გაცილებით ყველაფერი არ ვიცით რაში ჭირდება მაგრამ რაშიც ვიცით რომ ჭირდება ის ნამდვილად ჭირდება თუ ეს ერთ-ერთი აუცილებელი პროცესი ეს არის მარტივად ვთქვა შლაკებისგან განთავისუფლება აი ეს გაწმენდა ხო გლიმფატური სისტემა რაც ბოლო 10 წლების მანძილზე იქნა აღმოჩენილი და განვითარებული ეს საერთოდ ძილი ძალიან საინტერესო პროცესია და სხვა შორის იონი კიპნისი რომელიც აი ამ სისტემაზე მუშაობს ძალიან საინტერესო ისტორია იყო ეხლა ჩემი კოლეგა და მეგობარია ამერიკაში მუშაობს ისი ჩემი კოლეგა ივან შვარცის დოქტორანტი იყო და თუ შემთხვევით რაღაცაზე მომწერე რა საინტერესო იმუნოლოგიაზე მუშაობდი მე ამ მიხალ შვარცთან ერთად და ნეიროინფლამაციაზე რაღაც ევროპული გრანტი მქონდა იმის კოორდინატორი ვიყავი და მიხალი ნაწილი იყო ამისი და უცბად მომდის მეილი რომ რა კარგიაო რომ თბილისელებიც მე მარტო არა ვარ ვინც იმუნომეცნიერებაზე თბილისელები მუშაობენ თქვი და იონი კიპნისი ну გაირკვა რომ იონის დაბადებული და გაზრდილია თბილისში 14 წლამდე მე ემიგრაციაში წავიდნენ მისი მშობლები ისრაელში და იქ ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერი და სხვათვის აი იონის აქვს ძალიან არაჩვეულებრივი კვლევები უმაღლესი დონის აი ლიმფურ სისტემასთან ლიმფატურ სისტემასთან რომელიც ნეიროიმუნოლოგია მას რომელიც ჩვენ twin-ში არის და რომელიც არსებობაც არ ვიცოდით რომ თურმე ჩვენ გვეგონა რომ ლიმფური სისტემა მარტო სხეულშია და twin-ში არ არის და იონის ძალიან დიდი დამსახურება აი ამ კონცეფციის განვითარებაზე და ჩვენებაზე რომ ლიმფური სისტემა ძილის დროს ეგ იწმინდება და ძილის დროს დატვირთვა ხდება ყველა აი ამ თქვათ ცხოველმოქმედების პროდუქტებით და უჯრედებით და განახლება ხდება და როგორც თქვათ ლიმფური სისტემა იმუნური სისტემა ვთქვათ ლიმფური კვანძებში არის ეს იმუნური უჯრედები რომლებიც აუცილებელია ჩვენი იმუნური ცხოველმოქმედებისთვის ასევე ყოფილა თურმე twin-ში. ნუ გაცილებით უფრო რთულად არის, მაგრამ ეს სისტემა არსებობს და ეს სისტემა აქტიურდება ძალიან ძილით. ეგ ახალი ყოფილა, ახალი კვლევები ის და იმიტომ მე და ძალიან დიდი დამსახურება თბილისში დაბადებული იონი კიპნისის ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესო და ძალიან ცნობილი მეცნიერია ნეიროიმუნოლოგიის დარგში. აქაც მყავდა. სხვათვის რაც წავიდა თბილისიდან კონფერენცია მქონდა 10 წლის წინ და მაშინ პირველად დავდაფუნა საქართველოში იმის და მიხვედრა რომ ძალიან ბევრი ბიზნესშვილები და ნათესავი იყავს არასოდეს. და დღესაც ქართული კარგად ესმის, მაგრამ ცოტა მეტყოლება უჭირს.
რომ მშობლები ქართულად ლაპარაკობდნენ ისე. კაი, ეს ცოტა გადაუხედი, ლირიული გადაუხედი. დილზე გავყავ. და მეორე არის ფიზიკური მუშაობა. არაჩვეულებრივი არის და აუცილებელი არის ტვინის კოგნიტური ჯანმრთელობა. იმიტომ ფიზიკური ბევრი კვლევები მეც მუშაობდი გარკვეული პერიოდი I am ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის BDNF brain derived neurotrophic factor. რისი გამომუშავება ხდება ფიზიკური აქტივობის დროს და ბევრი სხვა ნივთიერებების და ჰორმონების და ფიზიკური მდგომარეობა, პლასტიურობა, სხეულის, კუნთების მუშაობა არაჩვეულებრივი არის ტვინისთვის და მესამე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს ფსიქოსომატური, გინდათ დავარქვათ, გინდათ ემოციური, სოციალური გარემო. მარტო ხელობა ხანდაზმულობაში არის ტვინის კვლელი. ანუ სოციალიზაცია. დიდი ოჯახი, სამი თაობა ერთად და გარკვეული ფუნქცია ოჯახში. ხო, ეგეც მნიშვნელოვანია. რატო იყო, რომ ცოცხალი თავით თუ გახსოვთ და ეხლაც ისეა, მატერიალურზე არ იყო პენსიაში რატო არ უნდა ადამიანები. ხო, კარგავდა იმას რა საჭიროებდა და ფუნქციას, კი ბატონო. სამსახურს კარგავდა. მაგრამ თუ იგივე ფუნქციას შენ ოჯახში ან თქვათ ხანდაზმულთა სახლის მე არაჩვეულებრივი რამ არის მოგონება არის და ვთვლი რომ არაჩვეულებრივია ხანდაზმული ადამიანის ზოგიერთ შემთხვევაში იზოლაციაში საკუთარ ოჯახთან ერთად ყოფნას და ცალკე ოთახში გამოკეტილად ხოლმე გაცილებით ჯობია რომ ხანდაზმულ ნორმალურ პირობებში რა თქმა უნდა სოციალიზაციაში იყოს და ადამიანურ პირობებში და იქ რაღაცა ფუნქცია ქონდეს. ხა ახალი ტენდენცია არ ვიცი ხსმენია თუ არა, როდესაც საბავშვო ბაღებს და ხანდაზმულთა საქმეს ერთად რომ მათ ფუნქცია აქვს რომ გაართონ ასწავლონ რაღაცები ბავშვებს და ეს ორივე ხელობს მნიშვნელოვანი არის კოგნიტიური ფუნქციის შესანარჩუნებლად ხანდაზმულ ადამიანებში რომ მათ ფუნქცია აქვთ და თავის თავს შეხედავენ საზოგადოებისთვის თუ სხვებისთვის სარგებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, კვლევებითაც არის და ხშირად არის ხოლმე, აი ეს ყოფითად ჰაკის დონეზე რო ვთქვათ, ხო, აი ხანდაზმული რაღაცის გაკეთებას ცდილობს და გაჩერდი კაცო, ნუ აკეთებ მაგას რა, მე ვერ გავაკეთებ. არა, აცალე, რაც შეუძლია და რაც უნდა გააკეთებინო, იმიტომ რომ ეს მისთვის მოთხოვნილებაა შინაგანი და კოგნიტიურად ძალიან დაქვეითებული იქნება მისი პლასტიურობა, თუ კი იჯდება მთელი დღე და ტელევიზორს უყურებს, ხოლო წიგნს აიკითხავს, ხო? სოციალიზაცია, ანუ ძილი, ფიზიკური აქტივობა და სოციალიზაცია. აი ეს არის ჩემი აზრით პანაცეა ხანდაზმულობის დროს კოგნიტიური ფუნქცია. ნოველთის ეძახიან კიდე ერთ-ერთს, რომ ანუ სიახლისის, ხო, ეგეც ეგ არის. ესეც არის, ეს ვთქვათ, იგივე ფიზიკური კოგნიტიური აქტივობაც შედის ამ ფიზიკურთან ერთად, ნუ კოგნიტიური ახლის ან დასწავლა რაღაცის ათვისება, ხო? ბევრი ამბობს, რომ თქვათ, ბევრი მონაცემები არის, რომ ახალი ენის სწავლას თუ დაიწყებ ხანდაზმულობაში. ხო, ეგ ალბათ. ოღონდ ის უნდა იყოს. მარტო ის არ უნდა იყოს, თქვათ, მარტო კითხვა არა, რაღაცა ახალის შემეცნების და დამახსოვრების კომპონენტი უნდა იყოს, თუ მეხსიერებაზეა ლაპარაკი. როდესაც ამ სოციალიზაციაზე და ფიზიკურზე ვამბობ, აქ სხვა კოგნიტიური, მარტო მეხსიერება არ არის კოგნიტიური ფუნქცია, ხო? იქ თქვათ мотиваცია არის, გადაწყვეტილების მიღება არის, იქ თქვათ ინიციაცია, რაღაცა პროცესების, ბევრი სხვა ფუნქციას მოიცავს კოგნიტიური ფუნქცია მეხსიერების გარდა. თუმცა მეხსიერება ერთ-ერთი წამყვანი მოგზაურობაზეც იძახდე, რომ ძალიან სასარგებლო მაგიტო, მაგ ყველაფერს შეიცავს. მეცნებითი და მოძრაობაც არის, სოციალიზაციაც. მოგზაურობა თანამედროვე პირობებში სოციალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა, ხო, იქ მარტო არ მოგზაურობ. ხო, ბევრ კომპონენტს მოიცავს, ხო, სხვა ენა გესმის. ფიზიკური დატვირთვა, თქვათ, იქ ექსკურსიებზე დადიხარ, რაღაცა ფუნქცია გიჩნდება, ხო, როგორც მოგზაურს, თქვათ, იგივე დღიურ საწარმოებ ან ვიღაცას უყვები ამ შენი ან ფოტოებს იღებ და აგროვებ, ხო? აი ძალიან ბევრი ნაირფეროვანი შეიძლება იყოს ეს. ეს ძალიან ინდივიდუალურია კიდე, ხო, არ არსებობს რაღაც გამოწერილი რეცეპტი. ეს ყველაფერი არის რაც პოზიტიურად აისახება და პოზიტიურად მოქმედებს და რა არის რაც აი ყველაზე ნეგატიურთა სიაში მოწინავეთა პოზიციაზე არის ის რაც ჩვენს ტვინს ხო ჩვენს ტვინს ყველაზე მეტად ნებს რა ძალიან ბევრი რაღაც იქნება მაგრამ ხო არის რაღაცები გამოკვეთილი მე ვთვლი რომ ხანდაზმულობის პერიოდში ეს არის იზოლაცია სოციალური იზოლაცია არის ყველაზე უარესია ერთ-ერთი ყველაზე უარესია
იმიტომ რომ ეს თავისთავად იზოლაციაში ფუნქციის დაკარგვაც გამოდის, იმიტომ რომ ადამიანი სოციალური არსებაა, ხო, ის რო თავისთავს საჭმელს უკეთებს და ვთქვათ, ტანზე იცვამს და ბანაობს, ხო, თავისთავს უვლის, არ არის სოციალური დაკირთვა, ხო? ეს ანუ იზოლაცია თავისთავად არა მარტო მენტალურ იზოლაციას და სოციალურ იზოლაციას, არამედ ბევრ სხვა რამესაც მოიცავს, თქვათ იგივე ფიზიკურ აქტივობასაც და ძილსაც, ხო? თქვათ უძილობა ძალიან ხშირია, როცა სოციალურად იზოლირებული ხარ, ხო? არ გინდა რომ დაიძინო, იმიტომ რომ თქვათ იგივე ძილში თქვათ შეიძლება ისეთი დარღვევები გქონდეს. ანუ მულტიფუნქციურია ჩემი აზრით იზოლაცია და მე რო არჩევანი მქონდეს პირველ რიგში რას ავარჩევდი, თქვათ იგივე თუნდაც ფიზიკური იქნება ეს თუ ძილი, პირველ რიგში ალბათ სოციალურ იზოლაციას მივიჩნევ. მეორეზე რა იქნება მაშინ? ეგ პირველია ცალსახელზე. მეორეზე ალბათ ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ ძალიან არასწორი მიდგომა გვაქვს ჩვენ ფიზიკურ აქტივობას, რატომღაც ვთვლით, რომ ეს მარტო სხეულის და არა. ხო, თან ქართველებს რაღაც კიდე ცალკე. და სწორ დაბერებაში, ანუ ჯანმრთელ დაბერებაში ფიზიკურ აქტივობას, არა მარტო თქვათ სიარულს, რა ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას, ხო, თუნდაც ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას. მარტივად სიარული რო იყოს, ხო, არ არის აქ აუცილებელი რომ თქვათ ეს ვუშუ ივარჯიშო, ან სტრეჩინგი აკეთო, ან იოგა აკეთო, ხო? ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა სხეულის მოძრაობა მოიცავს კუნთების მოძრაობას, მერე განლევა ხდება კუნთების ელემენტარულად, ხო? და ეს ძალიან ცუდია, თქვათ ხანდაზმულობასთან ერთად კუნთის განლევა და ძლის განლევა, რაც ახალგაზრდობაში და მუდმივად ხდება ცვლა კუნთების, ბოჭკოების და ძლის უჯრედების, ხო? ფაქტურად ძვალი მუდმივად რეაბსორბცია ხდება და განახლება. ეს ჩვეულებრივი პროცესი არის, ხო? ეს ნელდება განახლების პროცესი და ძვლის განლევა ხდება, კუნთების განლევა ხდება და ეს თავის მხრივ ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ყველა სხვა ორგანოზე, არა მარტო ტვინზე, ხო? ამიტომ ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და კოგნიტიურია და ასე შემდეგ. ერთი პროვოკაციული კითხვა მაქვს, აი თქვენ რო ახსენეთ, რომ ტვინისთვის ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია, ეს ხო ვიცით, რომ ეს როგორ ვთქვა, ეს ფიზიკური აქტივობა მე ქიმიური და ბევრ სიგნალად გადაიცემა. რაც მეცნიერულად თუ შეიძლება და ან თუ წარმოგიდგენიათ ისევ, რომ გავაფეიქოთ ეგ, ანუ არის მოძრაო ადამიანმა და რაღაც ისეთი მიეცოდო ტვინს, რომ ეგონოსო არის, ანუ ვიღაც, იმიტომ რომ რაღაც ტიპის ვარჯიშების ადამიანებს ვთქვათ, რომ რო წარმოიდგინო ძალიან მკაფიოდ, რომ ვარჯიში გავაკეთე, იგივე რაც ვარჯიში, მაგალითად და ეგ ხა ძალიან ისეთი განცხადება, მაგრამ ზოგადად აი ეგეთი რა შეიძლება მომავალში, რომ ტვინს მოვატყუოთ, რომ ვარჯიშობ და მოტყუდეს და ამიტომ სხეულიც გავუშვას უკან ჯანმრთელი სიგნალები. კარგი კითხვაა. ხო, მე პასუხი არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით მგონია რომ შეუძლებელი ხა მომავალში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ მოდით ისე ვთქვათ რა რატო ერისთვის არის ეს საჭირო? არა, ეგ არის ისევ ვიღაცას არ მაცებრულად რომ გადაცხადოს რომ მე მოდი ისე მე მაგალითად ჩემს მივაკუთვნებ ტრანსლაციური ნეირომეცნიერის ან ტრანსლაციური ბიომედიცინის დარგიდან, ხო? და ტრანსლაციური როცა რაღაცას ვიგონებთ, ხო, ჩვენ ეს ხდება ადრე იყო რომ რაღაცას ვქნიდით საბაზისო კვლევებში და მე შემდეგ ვცდილობდით ეს დაგვენერგა კლინიკაში. დღეს ეგრე აღარ მუშაობს. კლინიკურმა საჭიროებამ და მოთხოვნილებამ უნდა გარკვეულწილად თუ არის აბსოლუტურად საბაზისო კვლევები, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის და მათი რაოდენობა უნდა დაგროვდეს გარკვეული ინფორმაცია და შემდეგ ეს კრიტიკულ ცვლილებას გამოიწვევს, ეს სხვა საკითხია. როცა ტრანსლაციურ მედიცინაზეა ლაპარაკი, კლინიკურმა მოთხოვნილებამ და საჭიროებამ უნდა განსაზღვროს, რას გააკეთებ შენ საბაზისო კვლევებში. რომ შემდეგ ტრანსლაციურის გავლით მიმღებლობა იყოს და საჭიროება იყოს. ეხლა ბევრი რაღაცა მეც მქონია და ბევრი ვიცი რომ მქონია, რაღაცა შექმნეს და თვლიან რომ კლინიკურად ღირებულია, ხო? და ვინჩესტერს რო ლაპარაკებიან, ირკვევა რომ არაფერი საჭიროება დღის წესრიგში ეს არ დგას. ხო, მაგრამ ჩვენ წარმოდგენაში. ამიტომ თუ ტრანსლაციურ მედიცინას მივსდევთ,
კლინიცისტი მუდმივად უნდა იყოს ჩართული და რეალური საჭიროება ასე ვთქვათ, ხო? უნდა იყოს ინკორპორირებული. თუ გვინდა ეს კლინიკაში შემდეგ მარტივად შედარებით მარტივად კლინიკაში ვერ გააკეთებ, რომ გამოვცადოთ და თუ იმუშავა შემდეგ დავნერგოთ, ხო? ამიტომ ეს ორი გზაა. და საბაზისოდან კლინიკასკენ ვერ მიდიხარ. უნდა კლინიკიდან წამოხვიდე საბაზისოდან და მე ლოგიკური არის თან რა თქმა უნდა. და ეს რევერბერაცია უნდა მოხდეს რა, ამ ინფორმაციის დახვეწა, გაუმჯობესება, კლინიკურმა კვლევებმა მე რაღაცა ამ მეთოდის კლინიკურმა კვლევებმა რაღაც კითხვებს წარმოშვის, რომელიც შემდეგ საბაზისოში უნდა განვიხილოთ და გადავჭრათ, მე ისე კლინიკას დაუბრუნდეთ და ჩემი აზრით ეს არის ესეთი ერთმანეთი ჩაკეტილი წრე არის, რომელიც საბოლოო ჯამში გაარღვევს ამ წრეს და დაინერგება და საბოლოო ჯამი რა არის ამისი, ხო? ამ კლინიკურ კვლევების ეს არის პაციენტის ცხოვრების ხარისხის ვეძახით, ხო? ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. იგივე დაბერებაზე როცა ვლაპარაკობთ, ხო, ჩემი აზრით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი დაბერებაზე ვიზრუნოთ ამ ეტაპზე, ვიდრე სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე, ხო? სიცოცხლის 100 წლამდე იცხოვრო და ბოლო 20 წელი ლოგინზე იყო მიჯაჭვული, მაგრამ ცოცხალი იყო, ეს უფრო ღირებულია თუ 100 წელი იცხოვრო და სრულად ჯანმრთელად, კოგნიტიურად და ფიზიკურად დამოუკიდებლად და საზოგადოების წევრად იყო, ხო? ხო, მეც მეორეს ვეთანხმები. ხო, არა, ყველა ეთანხმება, მაგრამ საბოლოო ჯამში ამისკენ უნდა წავიდეთ და გავაკეთოთ. მარტო კი არ უნდა დავეთანხმოთ. როდესაც რაღაცა კვლევებიც აქეთკენ უნდა წარმართოთ ჩვენი ქმედება და არა მარტივად თქვათ იმ ტელომერაზის გაზრდით, რომ უჯრედმა მეთხან სიცოცხლეს, მაგრამ რა მოყვება ამ უჯრედის ხანგრძლივად უფრო ხანგრძლივად ცხოვრებას და რამდენად ეფექტური იქნება, კი ცოცხალი იქნება, მაგრამ რამდენად შეძლებს იმ ფუნქციის განხორციელებას, რა ფუნქციას მასევალებოდა, ხო, ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ ვიდრე ის, რომ გავახანგრძლივოთ მისი არსებობა. ხო, არა, ჩემი კითხვა ეფუძნებოდა, რომ ადამიანი როგორც ჩანს, უფრო და უფრო მოძრავ ხდება და მომავალში ტრაექტორია ჩანს, რომ აქეთ არის და სავარაუდოდ მოუნდება, რომ ტვინი მაინც გადაურჩეს, ან უფრო და უფრო თავში წავა და სხეული შეიძლება საერთოდ აღარ იყოს ფუნქციური, მაგრამ მინიმუმ ეს კოგნიტური ჩერჩეს და დარჩეს თავი და თავის თუ აღარ დარჩება, უბრალოდ მე საერთოდ, იმიტომ რომ იდენტობა ხო ალბათ აქ არის რა და არა სხეული. არა, ვერ დაგეთანხმებით მაგაში, ეხლა თუ გადავხედავთ, ეხლა მე დასავლეთში ცხოვრობ უკვე 35 წელია და რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო ეს ფიზიკური აქტივობის კომპონენტი პირიქით ძლიერდება. თუნდაც იგივე ჩემს გარშემო, ეხლა მე მეცნიერი არ მეგულება, ან ინტელექტუალი არ მეგულება, რომელიც რაღაცა ფორმით ფიზიკურ აქტივობაში არ იყოს ჩართული და რაღაცა ფორმით გაცნობიერებული არ გქონდეს, თქვათ, ძილის მნიშვნელობა იქნება, ან ჭარბი ალკოჰოლის. ეხლა ჩემ გარშემო, ხო, მე მაგალითად, ეხლა რომ დავფიქრდი, ხო, წეველს არ ვიცნობ. ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომელიც აი party smoker-ას არის, ხო? 1000-ში ერთხელ სოციალური მწეველი, ხო? რომ თქვათ მოწერს და თვითონ სიგარეტს არც არ იყიდის, თუ ან იყიდის, რომ პარტიზე წაიღოს, ხო? და იქ თუ სიტუაცია შეიქმნა, ისიც არა, რომ რა კი ხა პარტიზე აუცილებლად მოწი, თუ ჩამოვარდა სიტუაცია, რომ მოციოს, ხო? ამიტომ ეს ვითარდება და ეს მომენტები ადამიანები მე ჩემ თავზე შემიძლია გითხრათ, რომ მე უფრო და უფრო რაც დრო გადის ვაცნობიერებ ყოველივე ამის არა როგორც მეცნიერი, არამედ როგორც ადამიანი, homo sapiens-ი, რომ იმისთვის მე მინდა რომ რაც მიწერია, რაც ვიცოცხლებ, იცხოვრო სრული ჯანმრთელობით და სრულყოფილად და capacity რასაც ხო, მაქსიმალურად გავახანგრძლო ჩემი ცხოვრება სრულყოფილი ცხოვრების ფორმით და არა თქვათ არსებობით. ხო, ძალიან იმედია რომ არა, მე ისე თქვა მინდოდა რომ მე მგონია რომ დასავლეთში ეს ტრენდი ძლიერდება. ის კი არა რომ თქვათ ნაკლები ვიმოძრაოთ და ტვინი გადავარჩინოთ, არა, მთლიანად სხეული. ის ტვინი ისევ და ისევ სხეულს ემსახურება. მე ვეთანხმები მაგ მოსაზრებას. თუ ტვინს გავაძლიერებ, სხეულსაც მივაყოლებ და თლად უკეთესი და არჩეულებრივი იქნება. იმედია ეს დასავლეთი ყველას გადაედება, თორე არ ვიცი ხო, იმიტომ რომ პირიქითაც სადღაც ტრენდებია ხოლმე. კაი, მაგასაც შევეცოთ ერთი ღეროვან უჯრედებზე ერთი და უჯრედებზე მაინტერესებს. როგორც მე ვიცი და თქვენ სახსენეთ, ამ უჯრედს არა აქვს როგორ თქვა, factory setting-ა და რა აქვს რაღაცა თვისება რა. ეს უჯრედი იმის მიხედვით ღეროვანიც ალბათ მათ შორის სად
გარემოში სადაც ჩადებ, იმ გარემოს მოერგება რა და უკვე ვართ თუ არა ან მივდივარ თუ არა რაღაც სუპერ უჯრედთან ანუ გულისხმობ რომ რამე ერთმა უჯრედმა და არ იქნება ეს აუცილებელი ღეროვანი იქნება კანიდან ავიღებ თუ თმიდა რომ ამ უჯრედით რაც მინდა ის მივიღო მე არა მან მისული ვართ უკვე ღეროვანი უჯრედი თავისთავად არის უნივერსალური უჯრედი მაგას შვება შეგვიძლია სისხლის უჯრედი ნებისმიერი პოსტმიტ ნებისმიერ და ნებისმიერ სურათი შეგვიძლია შექმნათ ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედი და იქიდან შექმნათ ნებისმიერი ჩვენ სხეულში არსებული უჯრედი რეალურად ღეროვანი უჯრედი არის სუპერ უჯრედი. ანუ არ არის აუცილებელი რომ შენ შექმნა უჯრედი, რომელიც უნივერსალურად თქვათ ნებისმიერ ნეირონს მოგცემს ან ნებისმიერ კი, ამ ღეროვანი უჯრედიდან ჩვენ შეგვიძლია შექმნათ გარდამავალი თქვათ უჯრედი, პლურიპოტენტური თუ არა მულტიპოტენტური, რომელიც ნერვულ სისტემაში არსებულ ნებისმიერ უჯრედს შექმნის, ხო? ანუ ეს სუპერ უჯრედი უკვე არის და ეს არის ინდუცირებული ღეროვანი უჯრედი, რომელიც Yamanakam 2012-ში ნობელის პრემია მიიღო. ანუ რეალურად ჩვენ ფიზიკურად შეგვიძლია შევქმნათ და გავამრავლოთ და კონდეს კულტურის პირობებში ან გაყინული და შენახული და საჭიროების მიხედვით გავაღვიძოთ დავაპროგრამოთ როგორც გვინდა. და მივაწოდოთ ან ნივთიერებები ან გენები ეს ვირუსით იქნება თუ RNA-ის გზით და წარმართოთ მისი დიფერენციაცია საითკენაც ხო და მაშინ ანუ ქსოვილი უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ ნებისმიერი ქსოვილი დაზიანება უკვე აღდგენადია სრულად თუ რამე პრობლემა ხო და აი პრაქტიკაში რა გვიჭირს პრაქტიკაში გვიჭირს რომ ეს უჯრედები ვთქვათ გადანერგვის დროს სწორი მიმართულებით განვითარდეს იქ ეთიკური საკითხები არის იქ თვითონ ინტეგრირების საკითხი არის იმ ქსოვილში რომ ახალ ქსოვილთან შეგუება ხო ფუნქციური ინტეგრაცია მოახდინოს და ასე შემდეგ და ამის ჩვენ შეგვიძლია კულტურაში შექმნათ ეს უჯრედი მაგრამ ეხლა ხდება კითხვა ამის არსებულ ქსოვილში და არსებულ ორგანიზმში მისი ინტეგრირების საკითხი ესეც გადაჭრადია აუცილებლად გადაიჭრება როგორც გითხარით აი მაგალითად ნერვული სისტემის მაგალითი არის არჩეულებრივი მაგალითი არის ეს პარკინსონის დაავადება ხო ჩათვალეთ რომ გადაჭრილია მისი ინტეგრირება სისტემაში ხო ყველა ნერვული უჯრედის არ არის ზოგან არის ზოგან არ არის ხო მაგრამ ეს მიდის ეს ვითარდება და მე დარწმუნებული ვარ რომ მოვადრო როდესაც ნებისმიერი ქსოვილის ჩანაცვლება მაგრამ აი რაც შეეხება თქვა ორგანოს ჩანაცვლება სრული ორგანო მაკეთკენაც მიდის და არის უკვე თქვა დაპრინტვა ასე ვთქვა ხო რომ მოხდეს organ on chip ასაც თქვათ იგივე ნერვულ სისტემაშიც უკვე ორგანოიდებს პატარა მინი ტვინის შექმნის საშუალება გვაქვს და მინი კორტექსის ანუ მინი კერკის და ჩემ ლაბორატორიაში ვაკეთებთ ამას კორტიკოიდებს ვეძახით მას ანუ კერკის ადამიანის კერკის მინი მოდელს ქმნი ადამიანის ღეროვანი უჯრედებიდან, რომელსაც თავისი შრეები აქვს, თავისი გლიური უჯრედები აქვს, თავისი ყველა კომპონენტები აქვს. ორგანოიდები არის მილიმეტრების ზომის, ხო? და უკვე ასამბლოიდებსაც აკეთებენ ორ სხვადასხვა ტვინის უბნიდან მიღებულ, თქვა კერკი და თალამუსი ან ბაზალური განგლია, ხო? ამათ ერთმანეთთან დააკავშირებენ და ვთქვათ ისინი ეს ორი ესე ვთქვათ ორგანო ერთმანეთთან ამყარებს კავშირს და რეგულაცია. მოკლედ რაც ფანტასტიკა იყო 10-20 წლის წინ დღეს რეალობაა და დარწმუნებული ვარ რაც დღეს ჩვენ გონია რომ ფანტასტიკა 20 წლის მერე რეალობაა. ხო და ანუ თქვენიაც რამდენი წელია ფიზიკურ უკვდავებამდე რომ ანუ უბრალოდ იმის გამო რომ ვიღაცამ რაღაც დაკარგა რომ აღარ მოკვდება. არა მან ძალიან რთულია თუ სხვა საკითხია. ეხა შეუძლებელია მაშინ მთელი ორგანიზმი ყველაფერი ბერდება ხო ეხა შეუძლებელია თქვა შეიძლება გაახანგძლო ღვიძლის ფუნქცია თუ დაავადებულია ან თუ რაღაც პრობლემა აქვს ხო მაგრამ ეხა ყველა კუნთი საჭირო მომნელებელი სისტემა ყველაფერი რო გაახალგაზრდაო ხო და ძალიანად ეს შეუძლებელია და არაფერ საჭიროებასაც არ წარმოადგენს და ამ ეტაპზე ფაქტიურად შენ ქმნი ახალ ორგანიზმს ახალი ორგანიზმი შეიძლება თავიდან შექმნა ეს ის ორგანიზმი აღარ იქნება ხო ხო ეს კლონირების აზრი ხო რა აზრი აქვს ხო თქვა იგივე კლონირება უფრო ის არის თქვა შენგან მივიღო მე მთელი გენეტიკური ინფორმაცია რაც არის ხო და თქვა იგივე ორი უჯრედი კვარცხლბეკი უჯრედი და სპერმატოზოიდი მივიღო თქვა შენგან და კლონი გავაკეთო ხო იმიტომ რომ სხვა თუ მივიღებს კვარცხლბეკი და სხვა სპერმატოზოიდს თუ ორი გენეტიკური ინფორმაციას გავერთიან კლონი აღარ იქნება ხო იდენტური უნდა იყოს
და აი იდენტურის მიღება უფრო მარტივია და ახლიდან გამოზარდო იგივე ორგანიზმი თეორიულად რა თქმა უნდა. უფრო რეალისტურია, ვიდრე დაიწყო ჩანაცვლება ეგ თმების, თვალების, ბადურის, შიდაყურის, აი ხო, მაგრამ მანდ ერთადერთი რაც ხდება რომ მე რო კლონს გავაკეთებ იმას არ გადაყვება ჩემი ცნობიერი, ეგ არის პრობლემა ჯერჯერობით და ამ ნელ-ნელა აღდგენაში თითქოს დავრჩები იგივე. არა, მაგის კარგი მაგალითია იდენტური ტყუპები, ხო, რომელსაც აბსოლუტურად იდენტური გენეტიკური მასალა აქვს და სხვადასხვა პირობებში თუ მოათავსებს, სხვა ტიპები. ხო, ექსპრესია სხვა იქნება. კი. რაღაც ნუ ეპიგენეტიკა შემოდის, რომელიც მე მგონია რომ ძალიან საინტერესოა. თავისთავად, ანუ როგორ ხდება გენები კი არის, მაგრამ ამ გენების ექსპრესია ან ჩახშობა მათი, ხო, გარემო პირობებით თუ გარშემო ქსოვილებით და ასე შემდეგ, ხო, ეს თავისთავად ეპიგენეტიკა დღეს ირკვევა, რომ უკვე საერთო ხდება რამე გენეტიკა უფრო მნიშვნელოვანი თუ ეპიგენეტიკა, იმიტომ თუ მარტო გენეტიკა გეტყვი ეპიგენეტიკამ ხელი არ შეუწყო, ის გენები გინდა ქონია, გინდა არა. პოტენციალია უბრალოდ ისე უხეშად რო ვთქვა რა. თუ ეპიგენეტიკური რეგულაცია არ მოხდა მათი შესაბამისი ამ გენების მხოლოდ ამ გენების ქონამ შეიძლება ის ფუნქცია არ განაპირობოს, რაც სხვა შემთხვევაში მათ შეუძლია. ან მარტო პოტენციალად დარჩება, აი გამოდის რომ პოტენციალია ის გენი და გარემო ფაქტორებმა თუ არ გააღიზიანა ექსპრესია არ მოხდება, ხო? არ უშველა. ხო, იმიტომ რომ ბევრი დარწმუნებაა რომ საიენსში ბევრი მუშაობს ახლა დასავლეთში, არ ვიცი, მაგრამ ეს ანტი-ეიჯინგ მოძრაობები და მაინც ყველა უკვდავებისკენ მიდის ბოლოს, მე ეგრე მგონია და ამ ყველაფრით. ანტი-ეიჯინგი ჩემი გადმოსახედიდან უფრო არის არა სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ სიბერის შენელება, მოდი ესე დავარქვათ. მე მგონია რომ თვითონ აი ამ პროცესის სიბერის ხარისხის ამაღლება. ხარისხის ამაღლება და თქვა ახალგაზრდავება პირდაპირ. იმიტომ რომ ხო გინახავთ რა, ახალგაზრდა ადამიანია და გგონია რომ 80 წლის აქვს და პირიქით ვიღაცას აი ეს გაწელვა, მოდი ესე ვთქვათ რა, სიბერის არ დადგომა. გაუქმება კი არა, თქვა ხანგრძლივობას მომატება ახალგაზრდობის ეტაპის შენელება, დაბერების შენელება, მოდი ესე დავარქვათ, ხო? ან ჯანმრთელით მე რასაც მე პირად მაგას ჯანმრთელ დაბერებას ვეძახი, ხო? თქვა იმის მაგალითად 70 წლის იყო უკვე ძალიან ბებერი ორგანიზმის პატრონი და ძირითადად ჯდომა და ჭამა შეგეძლოს 80-90 წლის ასაკში სიარული შეგეძლოს, საკუთარი თავის მოვლა შეგეძლოს, ვიღაცისთვის ფუნქციონალური იყო, არა მარტო იმ თვალსაზრისით საკუთარ თავს მოვაროს, რაღაცა წვლილი შეიტანო ასევე საზოგადოებაში. აი, ჩემთვის ეს არის ამოცანა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო გადაჭრადიც, ჩემი აზრით, ვიდრე ის, რომ თქვათ 20 წლის იყო დორიენ გრეი იყო ხო, ანუ სამაროდით ახლა ვიღაცას ალბათ უნდა რომ ჭაღარ არ ქონდეს და ეგ უკვე ესთეტიური მხარეა, ეგ რა, ეგ მხარეა. ეგეც ახლა არ ვიცი, მე ბევრთან ვისაუბრია და აი რომ ეკითხები რომ გინდა ახლა 20 წლის იყო, მე მაგალითად გეტყვით რომ 20 წლის ნახდათ არ მინდა ახლა იყო რა, იმიტომ რომ მე მაყოფილი ვარ, რაც ვიცხორ და იგივე ცხოვრებას გავიდი და იგივე ცხოვრების გავლა ალბათ ცოტა მოსაბეზრებელია სხვა გარემო პირობებში. მაგრამ ამ კოგნიტური შესაძლებლობით და გამოცდილებით 20 წლის იყოთ ეგრე? არა, ეგეც არ მინდა, იმიტომ რომ მთელი მუღამი 20 წლის ასაკის ის არის რომ რაღაც ახალს სწავლობ და ამ ჩემი გამოცდილებით დატვირთული 20 წლის რო იყო ნახდათ არ მინდა. კი, ბევრს რაღაცას სხვანაირად გავაკეთებდი და უფრო რაციონალურად ვიცხოვრობდი შესაძლოა. არა მარტო ეკონომიკურ თუ ფიზიკური თვალსაზრისით, კოგნიტიურადაც და ინტელექტუალურადაც, მაგრამ რამდენად საინტერესო იქნებოდა, არ ვიცი, მართალი რო გითხრა. გულწრფელად რო გითხრათ, რამდენად მინდა რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილებით ფიზიკურად 20 წლის ვიყო. არა ვარ დარწმუნებული რომ მომინდებოდა. ხო, ეგ ხალხად person by person სხვადასხვა. უფრო მომინდებოდა ისევ იმ დაუბრუნდე კოგნიტიურად და გამოცდილებითაც 20 წლის ასაკში და შეიძლება რაღაცები შეცვალოთ რაღაცები ასე. არა, შეცვალო მე ვერ შევცვლიდი თუ ის გამოცდილება აღარა მაქვს, უბრალოდ ამ ცხოვრების პირობებში და გარემოში თავისთავად სხვანაირად განვითარდებოდა. აჰა, მესმის ეს. ხო, 80-იანი წლების 20 წლის სხვა შესაძლებლობები იყო და 2020 წლის 40 წლის შემდეგ 20 წლის ასაკის მაწველი ალბათ სხვანაირად განვითარდება. ხო, იგივე სასტარტო პირობები, თქვა, კოგნიტიური და ფიზიკური რომის. ჩემი აზრით ეს გარემო პირობები სხვა იქნება, ხო? ამაზე შეიძლება დავთანხმებულიყო, მაგრამ ის ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რაც დღეს ამაქვს და ფიზიკურად 20 წლის ვიყო, ალბათ არ იქნებოდა ჩემთვის საინტერესო და მიმზიდველი. ხო, მოსმის.
პირადად ჩემთვის. არა, ხო, გემონების საკითხია, კი, ზოგს როგორ და ზოგს როგორ. იმისა, ცოტა სხვაგან უნდა წავიდე ხა. დადი. ხო. სხვაგან წავიდე, მაგრამ ბოლოსკენ ერთ თუ წავალ ცუდი არ იქნება. კი ბატონო, შეგვიძლია ნამდვილად ესმის დაღალი ხარ და ბოლოსკენ ჩვენი მეგობარი AI-ზე ოღონდ სხვა კუთხით უნდა ვიკითხო. კი ბატონო. იმისათვის, ანუ ეს ამ მთელი თქვენი ცხოვრება თუ ისწავლობთ. იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის ტვინმა იფუნქციონიროს ისე, რომ როგორც ადამიანის ტვინი ფუნქციონირებს, რა აკლიათ მეცნიერებს რომ ეგეთი ტვინი შექმნან და არა ეს გამოთვლის მანქანა, რომელიც ითვლის და იმ უამრავ მოცემულ იმაში, რა ქვია, ისეთ კითხვას გისვათ, $1 მილიარდიან შეკითხოს, მაგრამ დაახლოებით რას მოისაკლისებს ის? პირველი და ყველაზე მარტივი იქნება, რომ გითხრათ არ ვიცი. ხო, რა თქმა უნდა. ხო. ცოტა რომ გავართულოთ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი გადმოსახედიდან ეს არის რომ ადამიანი ემოციურ ჩემი აზრით ადამიანი პიროვნება არა მარტო მისი ცოდნით, მეხსიერებით, კოგნიტიური შესაძლებლობებით, არამედ ემოციური ფონით, რაც ვილაპარაკეთ ეპიგენეტიკაზე და განვითარების პროცესში, ყველა ინდივიდი ყალიბდება ემოციით. ნუ ემოცია რა არის? ერთის მხრივ როგორ პასუხობს შენ გარემო გაღიზიან, ეს და იგივე სიტუაციაში ორი სხვადასხვა ადამიანი აბსოლუტურად სხვადასხვა ემოციური პასუხი ექნება. ამიტომ არ არის უნივერსალური ემოცია, ხო? რაღაცაზე რაც თქვენ გაიცინებთ, მე შეიძლება საერთოდ რეაქცია არ გქონდეს, ხო? აი როგორ უნდა მოვახდინოთ ხელოვნურ ინტელექტში, რომ აი ეს ინდივიდუალურობა გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ადამიანს მე ვგულისხმობ, რომ ადამიანს ემოციური ინდივიდუალურობა განსაზღვრავს ემოციურობით, ხო? როგორი უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტი, რომ მას ჰქონდეს რაღაც სტანდარტული ჩარჩოები, ჩემთვის ემოციაში არ არსებობს. ეს ძალიან ინდივიდუალურია. როგორ უნდა მივცეთ ეს ინდივიდუალობა? გვინდა ჩვენ რომ თქვა ჩემი ChatGPT სხვანაირი იყოს, თქვენი სხვანაირი იყოს და ერთი და იგივე ინფორმაციაზე სხვადასხვა რეაქცია მისცენ. მაშინ ინდივიდუალური ChatGPT იქნება და არა რაღაცა უნივერსალური, ხო? აი ჩემთვის ეს არის, რომელიც ძალიან ძნელი გადასალახი იქნება, ის რამდენი ადამიანიც არის, ხო? იმდენი ემოცია და იმდენი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება. შეუძლებელია თქვენ ChatGPT-ს მისცეთ მთელი ის ინფორმაცია, რაც მე დავაგროვე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე და რაც განაპირობებს ჩემს პიროვნებას. გნებავთ ემოციური, გნებავთ კოგნიტიური. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მას არსებული ინფორმაცია, რაც არის მეცნიერებაში, მაგრამ მას პიროვნულ თვისებებს მსგავსად ჩემსაც ვერ მისცემთ. შეგიძლიათ მისცეთ პიროვნულ თვისებებს, მაგრამ ის რაღაცა განყენებული პიროვნება იქნება, რომელიც მსგავსით შეიძლება არავინ არ არსებობს. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ყველა ჩვენგანი არის განსხვავებული. უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ იდენტური ტყუპებიც კი თუ განაცალკევებთ და სხვანაირ პირობებში მოახვედრებთ, აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ, ხო? ამიტომ მოდით ესე ვთქვათ, როდესაც ჩვენ ხელოვნურ ინტელექტზე ვლაპარაკობთ, ეს არის ერთი რაღაცა უნივერსალური ინტელექტი, თუ ეს არის რამდენი ადამიანიც არის იმდენი ინტელექტი. და მაშინ ესე დავსვათ საკითხი, როგორ მოვახდინოთ ამისი მართვა, ხო? რომ რა ტიპის ინტელექტი? აი ChatGPT არის, ხო ეს თქვენთან უფრო მისაღები ემოციური ფონით თუ გვინდა რომ ადამიანს და გადაწყვეტილება ძალიან ხშირად ჩვენ ემოციური ფონით ვიღებთ და არა არსებული ინფორმაცია, რაციონალურები ჩვენ ხო არა ვართ. ადამიანი ხო არა ვართ. კი. სამწუხაროდაც და საბედნიეროდაც. ხო, არა, ნუ პიროვნება რაც არის, ხო ეხლა თქვენ რაღაცა პირობებში რომ აღმოჩნდეთ მე და თქვენ და თუ რო გქონდეს იდენტური ინფორმაცია აბსოლუტურად მოცემულ სიტუაციაზე, რაც დაგვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, დარწმუნებულია რომ შეიძლება ალბათობა არის რომ ერთნაირი გადაწყვეტილება მივიღოთ, გააჩნია რამდენი გადაწყვეტილება თუ ორი გადაწყვეტილება, ალბათობა მეტია რომ ხო თუ 100,000 ვარიანტია, ხო? ძალიან აცდებით სავარაუდოდ. იმის და მიხედავთ რომ ინფორმაცია ამ მოვლენების გარშემო რაც კი შეიძლება იყოს ერთნაირი,
ჩვენი გამოცდილებიდან და ემოციური, არა კონკრეტული ინფორმაცია, არა ემოციური ფონიდან და ჩვენი პიროვნებიდან გამომდინარე განსხვავებული მივიღოთ, ხო? კი. მით უმეტეს ეს თუ არ არის, თქვათ, რაღაც სამეცნიერო ამოცანა, ხო? და სამეცნიერო ამოცანა შეიძლება ერთნაირი გადავწეროთ, მაგრამ თუ ეს არის პიროვნული კომპონენტი ამ გადაწყვეტილებაში, სადაც მოქმედებს ინდივიდუალური, სავარაუდოდ არ მივიღებთ ერთი და იგივე გადაწყვეტილებას, ხო? და აი ეს მიმყავს სანამდე, რაგიღა თქვენ ახსენეთ ფილოსოფიურია, ისე გავაფილოსოფიუროთ, ხო? კითხვა დავსვათ, შემოგიბრუნებთ კითხვას. ChatGPT უნდა იყოს ერთი პიროვნება თუ უნივერსალური პიროვნება, რომელიც რაც კი ადამიანი არსებობს სამყაროში, ყველას ემოციურ გამოცდილებას და ფონს აერთიანებდეს. და მაშინ როგორ უნდა მოხდეს მისი გადაწყვეტილების მიღება, თუ არ არის ეს რაციონალური გადაწყვეტილება და სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მისაღები. და თუ ესეთი არ არის, მაშინ იქნება ის მსგავსი ადამიანის twin-ის და პიროვნების. თუ ემოციური კომპონენტი მის გადაწყვეტილებაში სრულად ამოღებულია და მხოლოდ რაციონალურია დარჩენილი. არ ვიცი, მე კითხავს ვარ. იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს პასუხი და არ ვიცი. მგონია რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია. ის ეხლა მე ხშირად მქონია, რას მიკეთებს ხოლმე ChatGPT, რაღაცა კითხვას მისცემ. ამის შესახებ რა იცი. და არასოდეს არ გეტყვის რომ არ ვიცი. რაღაცას არ არსებობს ეგრე. რაღაცას მოიგონებს და ვეტყვი, ხო? კაი, კი ბატონო, ეგრეა, მაგრამ წყარო მიმითითე. გაძლევს რაღაცა სტატიას, ავტორებს, არ არსებობს. ხო? ეგრე. და ვენდოთ ახლა ჩვენ ვინდა ახლა ჩვენ ეგეთი ChatGPT? არ გვინდა. სპეციალურად დამისვამს ხოლმე რა კითხვები ხა სტუდენტებს ვაჩვენებ ხოლმე რა. როგორიც აი რაღაც ჟურნალს მიგითითებს გვერდებს, სათაური რომელიც ასახავს იმას, რასაც მეუბნება და ბუნებაში არ არსებობს ეგეთი რაღაც. ძალიან ხშირად აკეთებს სამწუხაროდ. რაღაცნაირი მიდგომა აქვს, არ ვიცი რატომ, რომ არ ვიცის ვერ პასუხობს, თუ არ პასუხობს და აი შემთხვევები მქონია თქვენი თქვის არ იყოს, რომ აი ფილმებიდან სცენები მოუყვანია, სადაც ეს მსახიობი თამაშობს მაგალითად და რა დიდებულია და არც ფილმი არსებობს და არც სცენა. ალბათ იქიდან გახსოვს. ერთი შემთხვევა იყო რა, ერთ-ერთ მსახიობს უბრალოდ მახსოვდა რა ფილმში იყო და სცენები მომიყვანა ფილმიდან და დარწმუნებული ხარ, ვეკითხები ყოველთვის. ეხა ბოლოს კიდე ახალი პრომპტი მაქვს დამოღამებული და ვცდილობ რომ ნაკლებად მომატყუოსოთ, თავი თვითონ დააჩელენჯოს მაგას ვთხოვ. მაგრამ ალტერნატიული. მაინც იტყობა აზრი არ აქვს. დარწმუნებული ხარ? კი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. აი, იმას რა ქვია, ვიკიპედიის სტატიაშიც კი ესე წერია და მე ერთხელ ეგრე გავიქ სკრინი ჩავუხდე ვიკიპედიის სტატიიდან იმის. აბა საწერი აქ მანახეთ ხო. და მე მოდის ძალიან დიდი ბოდიში. ეს მეც მემართ. ეგ როგორ მომივიდა. რაღაცას ერთო და იწყებს ტივილს მე აი რაღაცნაირად თან ქართულზე მსგავსებას რაღაცა რომ აი ყველას მოგდის ეს და შეცდომებზე სწავლობ და მე ერთი მაპატი მეწარმე. კაი, მაგკითხვის ერთი ეგეთი არის. მაშინ თქვენ რას თქვით ახლა როდის, ანუ ჩვენ როგორ უნდა მივხვდეთ როდის იქნება ის, ანუ იქნება ემოციები შემოვიდა და ემოციური გახდა და როგორ მივხვდებით ახლა ის ხელოვნური ინტელექტია თუ რამე ცნობიერი არსება მაშინ. ანუ სად გადის ეგ ზღვარი, როცა მე თქვენ მიტყვით რომ ეს ChatGPT ახლა რაღაც ემოციური გახდა, არ იყო ეგრე. წერაში ცოტა სხვა არის, როცა ეს მსჯელობა აღარ გვექნება, როცა ჩვენ ვეღარ მივხვდებით ემოციურ კომპონენტს. ჩვენ თვითონ ვერ მივხვდებით ეს მანე. მე მგონია რომ ჩვენ თვითონ ვერ მივხვდებით მაგ მომენტს თუ შემოვა. მე იმედი მაქვს არასოდეს არ შემოვა, მაგრამ თუ შემოვა ჩვენ თვითონ მივხვდებით როგორც მოაზროვნე ადამიანები, homo sapiensები მივხვდებით ამას. ხო, შეიძლება. არა, მაგ პასუხი მე არ მაქვს. ხო, არა, ეხლა ყველა სპეკულირებთ ეხლა. რაღაცა მონაცემების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს თუ ამაზე ჩეკები გაკეთდა, რომ ეს უკვე ისეთი შებერტყილია, რომ უკვე შეიძლება პიროვნებაზეც კონდეს ხო, ეგრე არ გვაქვს კრიტერიუმებად ვერ გვაქვს. ხო, დღესდღეობით არ არის, მაგრამ და ისევ იმედი მაქვს, რომ ჩვენ თვითონვე მივხვდებით და ჩვენ თვითონვე რაღაცა გაგებით არ დაუშვებთ, რომ ეს მოხდეს და ისევ დავიტოვებთ ჩვენ სამსახურში და ჩვენ დამხმარეთ და არ გავხდებით ჩვენ მისი მონები და მომსახურე პერსონალი. გიორგის ყველა ეუბნებით, იმიტომ რომ მწვანე ღილაკს რომელიც მაგას წყვეს პირველი დააჭა. ხო, მე ვიძახი რომ ხო, ანუ საშიშროება არის, მაგრამ მაინც გონია რომ ისეთ რაღაცასთან გვაქვს საქმე თქო, რომ მაინტერესებს სადამდე მივა და ანუ არ გავაჩერებდი რა. ვერც გავაჩერებთ ეხა ჩემზე რა. არა, გაჩერებაზე არ არის, მე უბრალოდ მგონია რომ ვერ მივალთ.
ის არ იქნება რომ გაუშვათ არ გაუშვათ ამ ღი დავაჭიროთ არ დავაჭიროთ ეს რაღაცა სანამ ცივილიზაცია ვითარდება სავარაუდოდ ეს უწყვეტი არ იქნება რაღაცა ზღვარს მივახცეთ როცა ცივილიზაცია მოისპობა ხო სანამ ეს ვითარდება მგონია არ ვიცი ხო არავინ არ ვიცი ვწდები ან არ ვწდები რომ ამ პროცესში ჩვენ ისე გადავშედებით რომ მაგეთებს ისე მოისპონა საფყარო და ცივილიზაცია რომ შეიძლება სამსრებით რეალურს გავს და ეგ დავიჯერო მაგრამ ნუ მე ყოველ შემთხვევაში ესეც არ ყოველ შემთხვევაში ჩემ ცხოვრების მანძილზე მგონია რომ ესე არ მოხდება ხო კი მაგრამ ეს ოპტიმისტი ვარ არა ხო არ ვიცი ანუ ერთი რაც მაინტერესებს თუ არ მინდა რომ მოხდეს ხო wishful thinking-ის სხვადასხვა არსებობს ჩვენ თქვენ თუ გიცდიათ აი ეგ მაინტერესებს თავარი ხა რაც გარღვევა შეიძლება მოხდეს არის სამეცნიერო იმაში რაღაც კავშირები დაინახოს ისეთ რაღაცებს შორის რომელშიც ჩვენ ვერ ხედავთ და ეგ თუ გაქვთ პრაქტიკაში ან სადმე თუ გსმენიათ ან თუ გჯერათ რომ ეგ შეიძლება მე მგონია და ვცდილობ კიდეც ვთქვათ რაღაცა საკითხები როცა რაღაცაზე ვფიქრობ და რაღაცა პროექტი მაქვს ან რაღაცა ახალ იდეებზე ვფიქრობ უსვამ კითხვებს brainstorming-ით ხო და მე ჩავეძიები გადავამოწმებ არ ვენდობი აი როგორც დიალოგის რეჟიმში ახლა ჩვენ როგორც საუბრობთ ხო აი ესე ვესაუბრებ, მაგრამ ბოლომდე არ ვენდობ. ხო ამოწმებთ არ. კი არა, უბრალოდ მაინტერესებს ის რას ფიქრობს. და შეიძლება ისეთი რაღაცა იყოს, რაც მე არ მომსვლია აზრად, მაგრამ მე იმას გადავამოწმებ და ნახავ, მე გავარკვევ რა უდევს საფუძვლად ამ მოსაზრებას და რამდენად რეალურია და რამდენად ვალიდურია ეს მოსაზრება, ხო? აი ესე მე ვთვლი, რომ ChatGPT არის ამ ეტაპზე ჩემთვის კარგი მოსაუბრე, რომელსაც შეიძლება ფაქტობრივად ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს. ნამდვილად ხო და შეუძლია დამეხმაროს რაღაცა იდეების ან ფაქტების ან რაღაცა მოვლენების ინსპირაცია მოგცეთ ანუ სხვა კუთხით დამეხმარში ანუ იმას აქვს ისეთი ცოდნა და ინფორმაცია რაც მე არ მაქვს არც ერთ ადამიანს არ აქვს შეიძლება მე იმაზე მეტი მაქვს სიტყვაზე გავკადნიერდები და ვიყო ყოველ შემთხვევაში ანალიტიკური ინფორმაცია მაგრამ რაღაცა დარგებში ახლა თქვა იგივე ქიმია იქნება თუ ფიზიკა თუ ასტრონომია ან თქვა იგივე მედიცინის რაღაცა დარგები მე არა მაქვს უდაოდ იმდენი ფაქტობრივი ინფორმაცია რაც მას აქვს ხო ამიტომ მე მოსაუბრად ვიყენებ და რა თქმა უნდა ბოლომდე არ ვენდობი მაგრამ თუ რაღაცა იდეა მომეწონა შემდეგ იმას გავყვები და შევამოწმებ და თუ გაამართლა why not ხო არა რაღაცა იმებზე იყო ცილებზე რომ რაღაც აღმოაჩინა რომ რაღაც კავშირი იყო რომელიც არ ვიცოდი და თურმე ცილები რაღაცა გამოყვანაზე იყო და ანუ მე მგონია რომ აი მაგაში ძალიან სასარგებლოა რომ ახალი კავშირები დაგვანახავს რომელზეც ჩვენ ან ყურადღება არ მიგვიპყრი ან გამოგვეპარა რა ან ელემენტარულად არსებული ცოდნა ერთ ადამიანის twin-ში არ შეიძლება მაგ ხელაცოდნა არ იქნება არ არსებობს ახლა ინფორმაცია ჩაიდოს ხო შეუძლებელია ამ საკითხზე მოდი ესე ვთქვათ ასეთი მრავალფეროვანი და იმან ვთქვათ ამ ინფორმაციის სინთეზის და ლოგიკური კავშირების რო რაღაცა ჰიპოთეზა ან ალტერნატივა შემოგთავაზა ხო ჩვენი როგორც მეცნიერები და როგორც homo sapiens-ის ვალდებულება ეს შევამოწმოთ და არ უგულალყოთ ხო ის რომ ჩვენ არ მოგვწია აზრად არნიშნავს რომ ეს არ შეიძლება იყოს ხო მაგრამ ვალიდაცია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ადამიანის twin-ის და ადამიანის მხრიდან აუცილებელი. მეც ესე მგონია. მადლობა. პოზიტიურ ნოტაზე ვასრულებთ ლექჩერზე. არა, ეხლა 2 წუთი ადრე დაგვესრულე, ეგეთი პოზიტიური არ იყო და იმიტომ რომ საქმე თავდებოდა. მაგრამ პოზიტიური ჩვენი ვალიდაცია საჭირო. Ups and downs, ხო? ვალიდაცია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ეს აუდიო თუ გავხჭებული არის, მართლა და channel სავშლი. არა, კარგად ისმის, იქაც ვიცებთ ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ მაყურებელიც აუცილებლად ისიამოვნებს და ჩვენ აუცილებლად მესამე ბევრ რაღაცაზე გვითხარით ახლა, რომ ეს დღეს არაო და მესამე შეხვედრაზე გავაცილოთ ეგ რაღაცა. მესამე ნაწილიც გავაკეთოთ. იმიტომ რომ ძალიან კაია თქვენთან საუბარი, სულ უდიდესი მადლობა ბოდიში წინანდელი ეპიზოდისთვის თქვენ პირადად და მაყურებელსაც. ხო არა, იმიტომ რომ მეცნიერის არ იყოს. ისიამოვნებს თქვენთან საუბარი ძალიან ერუდირებული ადამიანები ხარ და ძალიან კარგი კითხვებს ვსვამ და ხშირად სურვილი გაქვს რომ რაღაცაზე ილაპარაკო და ეხლა ესე გიჟივით არ დაჯდები და არ ჩაიწერ ხო და აი ამ დიალოგში მგონია რომ ძალიან ჩემთვის ძალიან საინტერესოა პირიქით უდიდესი მადლობა თქვენ ამ საინტერესო კითხვებისთვის ფორმატისთვის ძალიან მომწონს თქვენი ფორმატი და მომავალში რაღაცა თემა დავთქვათ და შეგვიძლია იმ თემაზე კონკრეტულად და
მეც უკეთ მოვემზადები, მე და ჩემი ChatGPT უკვე. სიამოვნებით. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა დროებით დაგვიტკბეს, წარმატებებით თქვენ საქმეში. იმიტომ თქვენი საქმე მხოლოდ თქვენ არ გეხებათ. თან და იმდენად რაღაცას ხარ ჩაჭიდებული, ყველა ვხეირობ და უდიდესი მადლობა რასაც აკეთებთ. დიდი მადლობა თქვენ ამ ფორმატისთვის და დაპატიჟებისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. პირიქით კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა. მადლობთ ხალხო. კარგად რომ გვისმენდით, შემდეგ პოდკასტამდე. გამოგვყევით და გვალაიქეთ და გვაფოლოვეთ. კარგად.